თემა ესე თლაც სახალისო თემა და მხიარული თემა არ არის, მაგრამ ქართველებს რაც გვაქვს ყველაზე კარგი არის იუმორი, ხო, რაც გვიცავს ხოლმე ზოგჯერ ძალიან რთული სიტუაციების აღქმის დროს ზედმეტი ძლიერი ნეგატიური ემოციებისგან. ამიტომ ესე ცოტა პოზიტიურ ნოტაში შევხედოთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს ორგანიზაციებში და ვნახოთ რა არის გამოსავალი. ძირითადი საკითხები, რასაც შევეხებით, იქნება ორგანიზაციულ კონტექსტში, ეს არ იქნება პერსონალური მენტალური ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ეს ცალკე ციკლი აქვს აზროვნების აკადემია, სადაც პერსონალურ მენტალურ ჯანმრთელობაზეა საუბარი. უფრო მეტად ალბათ იმ ადამიანებისთვის არის ეს თემა საინტერესო, ვინც მუშაობთ ორგანიზაციებში, ან აპირებთ HR-ობას, ან მენეჯერობას, ან გაქვთ საკუთარი კომპანია, ან რაღაც კონკრეტული პოზიცია გაქვთ ორგანიზაციაში, სადაც გეკითხებიან ას რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით. თანამშრომელთა მენტალური ჯანმრთელობის კუთხით. სამი ძირითადი მიმართულებით შევეცდებით, რომ შევეხოთ თემას. პირველი არის, რა არის ძირითადი გამოწვევები დღეს? ვიდრე 10 წლის წინ, როცა მე პირველად დავიწყე სტაჟირება საჯარო სამსახურში, მაშინ სხვა გამოწვევები იყო, ეხლა სხვა გამოწვევებია. მეორე ეს არის სტრატეგიები, რა სტრატეგიები არსებობს საუკეთესო პრაქტიკები იმისთვის, რომ ჯანსაღი სამუშაო გარემო შევქმნათ ორგანიზაციებში. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? კი იცით, იყო ესეთი კურსი ორგანიზაციული ფსიქოლოგია და იქ სულ ვამბობთ ხოლმე, რომ კვირაში 40 საათს ადამიანები ვატარებთ შრომაში. კვირაში 40 საათს ვინ ატარებთ საკუთარ შვილთან? ხელი აიწიეთ. ჯერჯერობით არც. საკუთარ მეუღლესთან, საკუთარ ოჯახის წევრებთან, საკუთარ ძაღლთან, საკუთარ თავთან. თითქმის არავინ, ხო, საკმაოდ დიდი დროა ჩვენი ცხოვრების დროის, რასაც ორგანიზაციაში ვატარებთ და ხანდახან ხუმრობ ხოლმე ვეღარ გავიგე, რომელი უფრო ოჯახია. ის, სადაც 40 საათს კვირაში ატარებ, თუ ის, სადაც დასაძინებლად მიდიხარ, რომ უბრალოდ დაისვენო და მე დილას წახვიდე ისევ იმ კვირაში 40 საათის. ანუ საკმაოდ დიდი დროა 40 საათი კვირაში. თუ ეს 40 საათი კვირაში არის ტოქსიკური, მაშინ ადამიანი არის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, თვითონაც არის ნევროტული, ხო? ეს ადამიანი, რომელიც სადღაც კომპანიაში ნებისმიერში არის დასაქმებული, გინდა საჯარო კომპანიაში, გინდა დაწესებულებაში, არის ჩვენი მოქალაქე, რომელსაც ყავს ოჯახი და შვილები. როგორი დედაა ის და როგორი მამაა ის? დაღლილი, გადამწვარი. შესაბამისად, ეს ადამიანები მერე მშობლობის დროს თავის დაუნებურად, რა თქმა უნდა, მათზე არ არის ეს დამოკიდებული, რესურსი არ აქვთ, ხო, რომ ბავშვის აღზრდას რამხელა რესურსი ჭირდება, კი იცით. და ბავშვიც იზრდება შესაბამის შედეგებით, ხო, ხუმრობ ხოლმე, რომ ბავშვებს ანუ ახალგაზრდა თაობას არ უყვარს სამუშაო, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა გესმოდა, რომ სად არის დედა, სად არის მამა და სამსახურში. ანუ თითქოს მათ ფსიქიკაში ეს სამსახური ასოცირდება რაღაც ცუდთან, რომელმაც დედმამა წართვა, ამიტომ სამსახურის გაგონებაზე ავტომატურად ნეგატიური ემოციები აქვთ, ხო, ბავშვებს. თითქოს არაცნობიერი ის გვაქვს, რომ აი სამსახური რაღაც ისეთია. მაშინ, როდესაც სამსახური არის ადგილი, სადაც თვითრეალიზება უნდა ხდებოდეს, ადამიანის შესაძლებლობების გამოვლენა და თვითშეფასების ამაღლება და ასე შემდეგ და მე ამ რესურსით ჯანსაღი ახალი თაობის გამოსდა, რომელიც მე ისევ გააგრძელებს ამ გზას. მე სამწუხაროდ აი ეს გააჩნია რომელი მიმართულებით წავალთ. ანუ ერთი შეხედვით ორგანიზაციაში ჯანსაღი სამუშაო გარემო თითქოს არაფერს განსაკუთრებულს არ შვება, მაგრამ საბოლოო ჯამში დასაქმებულები იცით რამდენი პროცენტია ჩვენი მოქალაქეების და თუ დასაქმებულები ყველა გადამწვარი ვართ და ნევროტული სიმპტომებით, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, ეს იგი საზოგადოება არის ამ მდგომარეობაში საბოლოო ჯამში, ანუ კონტექსტი. საქართველოში კვლევა არ ვიცი, მაგრამ საერთაშორისო კვლევებს გაჩვენებთ. რა მდგომარეობა ზოგადად, იმიტომ საქართველოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა ესეთი გლობალური, უფრო რაღაცა ლოკალურად ტარდებოდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიების ცოდნა და ბოლოს შევეხებით რა როლი აქვს ლიდერებს და HR პროფესიონალებს. ვინ ხართ HR პროფესიონალები? ხო, რამდენიმე HR პროფესიონალებს აი ამ კეთილდღეობის შექმნაში, რომ ორგანიზაციაში ადამიანი, რომელიც 40 საათს ატარებს, იყოს ჯანსაღი გარემო, მას შეეძლო სამუშაო საათების მერე შერჩეს იმის ნერვები და თავი და ენერგია, რომ სახლში რომ მივა, გააგრძელოს ის, რაც მისი ცხოვრების მეორე ნაწილია, ხო, პირად ცხოვრებას ვეძახით, ხო? ამას ვეძახით ორგანიზაციული ცხოვრება, იმას პირადი ცხოვრება, სადაც არიან ბავშვები, რომლებიც უნდა გაიზარდნენ ჯანსაღ გარემოში ასევე. და იცით, რომ ზოგჯერ ორგანიზაციიდან სახლში მიგვაქვს სტრესორები და პირიქითაც. სახლიდან ორგანიზაციაში და ეს თითქოს აი ერთი მანკიერი წრე იკვრება. ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას ამაში განსაკუთრებული როლი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვცდილობთ გავაჯანსაღოთ ორგანიზაციული გარემო, რეკომენდაციები, საუკეთესო პრაქტიკები გავაზიაროთ, იმიტომ რომ ჯანსაღ სამუშაო გარემოში, სადაც 40 საათს ჩვენი მოქალაქეები ატარებენ, ვიღებთ ჯანსაღ რეალიზებულ, წარმატებულ მოქალაქეებს, თვითკმაყოფილ, თვითრეალიზებულს, რომლებიც მერე ზრდიან
ჯანსაღ ახალ თაობას. ანუ ერთ შეხედვით თითქოს რაღაცა მარტივი ამბავია, მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ მასშტაბურია და გავლენის მასშტაბი ამ თემას საკმაოდ დიდი აქვს. კი ბატონო, ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ვისაუბრებთ. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ჯანსაღი მენტალურად ჯანმრთელი ორგანიზაციული გარემო? აი როგორია, მიდიხარ და რა გვხდება? მარკერით რო დავწეროთ. აი როგორია, როგორ აღწერდით? აი მიდიხარ, როგორია, ხო ვამბობთ, რომ გვინდა ჯანსაღი, სამუშაო გარემო. ხო და როგორია ეგ ჯანსაღი სამუშაო გარემო, რომ თქვათ, როგორ წარმოგიდგენიათ, აი როგორი სამუშაო, სადაც გიხარეთ დილას ადრე წასვლა. შესაბამისი ფანჯარა, მზის ხივი, ფიზიკური გარემო, თუ ამას გულისხმობთ. კი ბატონო, ანუ ფიზიკურად უნდა იყოს ჩვენს ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე, ხო? ნუ სავარძელი უნდა იყოს. ხო, ისეთი რომ ხერხემალი არ დაგიზიანდეს, ჟანგბადი იყოს სივრცეში, ტემპერატურა იყოს ადეკვატური, რომ სხეული და ასე შემდეგ. ფიზიკური კომფორტი დავარქვათ. კი ბატონო, ფიზიკური გარემო კომფორტი. კიდე მივედით დახვდა კარგი სავარძელი, ჟანგბადიც არის, ყველაფერი ბიოლოგიურ დონეზე გვაქვს უზრუნველყოფილი საბაზისო. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ კლიმატი ემოციური პოზიტიური, ხო? პოზიტიური ემოციური კლიმატი, ანუ ხო, ჯანსაღი პოზიტიური კლიმატი. პოზიტიური კლიმატი. არა ჯანსაღით შეიძლება. თუ ეს ისტერიული სიცილის მსგავსია. არა, ხო. თქვენ ერთ-ერთ ლექციაშია თუ არ ვცდები, რომ ღიმილს ადამიანი ძალით როცა იღიმები, მერე ეჩვევის. ბიოქიმიურად ჩვენ შემთხვევაში იგივე ჰორმონები გამოიყოფა ხელოვნური სიცილის დროს და ღიმილის დროს, როგორც ბუნებრივის დროს და ამიტომ არსებობს სიცილის თერაპია, რომელიც გვეხმარება ამ ჰორმონების ენდორფინების პროვოცირებაში. მაგრამ თქვენ სხვა რამეს გულისხმობთ, ხო, როდესაც ასევე რამდენად ქმნის ჯანსაღ სამუშაო პოზიტიურ გარემოს მიუხედავად ადამიანების კეთილგანწყობისა და კოლეგების სიყვარულისა, აი ბევრი ადამიანი როდის ერთ სივრცეში. ხო, ანუ საკუთარი თქვა სივრცე. პერსონალური სივრცის ქონა, ხო? იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვისაც ურჩევნიათ ბევრ ადამიანთან მუშაობა. კვადრატულზე რამდენია? გააჩნია ალბათ პროფესიებსაც. კი, პროფესიულსაც გააჩნია. კი ბატონო. ანუ მოკლედ ყველას თავის პერსონალური სივრცე აქვს, კიდე? ანუ არც კი ვიცით, ხო? კი გვინდა ჯანსაღი სამუშაო გარემო, მაგრამ როგორია არ ვიცით. როგორი? კი ბატონო, ანუ ადამიანი ვითარდება იქ, ხო? არ ხდება დეგრადირებული. შეუძლიათ მოგისმინა. კი ბატონო, განვითარება. აქტივიზმის გარემო. ყოჩახ, განვითარებაზე არის ორიენტაცია, ანუ ჩვენ გვგრძნობთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება ხდება და არის ადამიანების პატივისცემა, დაფასება და აღიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური მოთხოვნილებებია. ხო? აი ორგანიზაციული კულტურა როგორიც არის ორგანიზაციის ძალიან დიდი მნიშვნელობა გავლენას ახდენს ნებისმიერ ანუ პოზიტიური ორგანიზაციული კულტურა სადაც ღირებულებები არის ემპათია, მოსმენა, პატივისცემა, მხარდაჭერა, განვითარება, გუნდური მუშაობა და ასე შემდეგ. კი ბატონო, რაღაცას ამბობდით. რაღაც მოსასვენებელი სივრცე. კი ბატონო. ანუ სპეციალური სივრცეები, სადაც სამსახურის მიღმა არაფორმალური კომუნიკაციის საშუალება გვექნება, იმიტომ რომ ანუ 40 საათს კვირაში რო იქ ვატარებ, ზოგჯერ მეგობარს ვერ ვხედავთ 2 წელი, ხო? დაბადების დღეებზე ან გარდაცვალების დროს თუ გაგვახსენდება ხოლმე ადამიანების ნახვა, ხო, რომ შევიკრიბებით ხოლმე. ამიტომ ისეთი სივრცე, სადაც მათ შორის ჩვენი აფილიაციის მოთხოვნილებას ვეძახით, სოციალური ურთიერთობების, იმიტომ სოციალური ცხოველები ვართ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები, ამას დავიკმაყოფილებთ, ხო? როგორც წესი ეს არის, აი, თამბაქოს მოსაწევად რო გადიან ხოლმე, რას ეძახიან? ხო, იქ იკმაყოფილებენ, მაგრამ როცა ეს არის სპეციალური სივრცეები, სადაც მექნება საშუალება, რომ გავაზიარო ჩემი პერსონალური საკითხები, კი ბატონო. სულ ეს არის. მოხდილი სამუშაო გრაფიკით შეიძლება. ოჩა, ანუ ადამიანმა მთავარია საქმე გააკეთოს, მაგრამ თვითონ აირჩიოს რომელ საათზე მივა, რომელ საათზე მოვა, რომელ საათზე იმუშავებს, ანუ კონდეს მოქნილობა. პროფესიების ჩამონახალი იქნება. კი, ანუ შეზღუდვების ჩარჩოში შიგნით მქონდეს მოქნილობა. ანუ შეზღუდვებში შიგნით მაინც მქონდეს მოქნილობა, რომ ხანდახან მაინც მქონდეს განცდა არჩევანის და არ მქონდეს გადაწყვეტილი, რომ всё, აი 10-დან 6-მდე მთელი ჩემი ცხოვრება უნდა ვიყო ეს მიწკაპუნებაზე დამოკიდებული. მივაწყაპეთ, მოვაწყაპეთ. მუშაობის შესაძლებლობაც. მოქნილ სამუშაო გარემოში მოდი ეგეთ შევიტანოთ, რომ ვიღაცას შეიძლება დისტანციურ ურჩევნია. მე ვიცი ადამიანები, ვისაც დისტანციური არ ურჩევნია, იმიტომ რომ ბავშვები ყავს სახლში და ურჩევნია ადგილზე სივრცე ფიზიკური ნორმალური იყოს, რომ გიხაროდეს სამსახურში წასულა და გული არ გისკდებოდეს, ხო, იმ სკამზე და იმ სავარძელზე, იმიტომ რომ ზოგს ხერხემალი აქვს დაზიანებული ისეთი სავარძელი. კიდევ? მენეჯერთან ან HR-თან ხშირი ფიდბექის ყოჩახ.
ანუ უკავშირის სისტემა, როცა ადამიანს რაღაცა რო აწუხებს, ადვილად შეუძლია რომ მიაწოდოს ეს ინფორმაცია ზევსებს ვეძახი. ზევსებს, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, რომ განცდა გქონდეს, რომ ჭანჭიკი კი არ ხარ, იგითი არა, მე და ორგანიზაციის სხეულის ნაწილი ხარ და თუ შენ მაგალითად კუჩს თუ რაღაც პრობლემა აქვს, გააგებინოს ტვინს, რომ პრობლემა მაქვს, რომ ტვინმა მიიღოს გადაწყვეტილება, ხო, რომ არ იყოს ეს იგნორირებული. კი ბატონო. განვითარება გვეწერა სადღაც მახსოვს, კი ბატონო, ანუ კარგია, ესე იგი მნიშვნელოვანია ორმაგად. ანუ, იმიტომ რომ როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, ორი რამ არის ადამიანებისთვის, ადამიანის ჯანსაღი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. ერთი ეს არის სიყვარული და მეორე არის შრომა. თუ ეს არ გვაქვს, ხალისებაც ალბათ კი ბატონო, წახალისების სისტემა, რომ აღიარების სისტემა, ოღონდ შეიძლება ეს არ იყოს მარტო სერტიფიკატები წელიწადში ერთხელ, ეს იყოს პერსონალური მათ შორის ძალიან გულწრფელი, როგორც შენ იტყოდი, ან ღია და არა, თქვათ, ფორმალური აღიარების სისტემა, მიბმული რაღაც ახალ წელზე ან რამე მსგავსზე, ხო, როცა ადამიანი გრძნობს, რომ ინდივიდუალურად ხარ აღიარებული, როგორც კონკრეტული ადამიანი. Team building-ებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. შეკრული გუნდი, იმიტომ რომ ეხლა საკუთარ ოჯახში არ ვატარებთ იმდენ დროს, რამდენსაც ჩვენს თანამშრომლებთან. ანუ ისინი უფრო გვიცნობენ, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრები ზოგჯერ ვერ გვცნობენ, რომ მივდივართ ხო სახლში, გამარჯობა შენ რომელი ხარ, იმიტომ რომ ზოგჯერ იმდენ დროს ვატარებთ. შესაბამისად, გუნდი, რომელშიც ჩვენ ამ 40 საათს ვატარებთ, იყოს შეკრული, იყოს ღია, იყოს არატოქსიკური და მხარდამჭერი, ხო? ამ team building-ები ამაში გვეხმარება. სამუშაოს რაოდენობა რაც არის ადეკვატური. კი ბატონო. ადეკვატური ინდივიდუალური სპორტია, იმიტომ რომ მე როგორც ყოფილი სტრეს დამოკიდებული ადამიანი, მე თუ ცოტა საქმე მაქვს, мотиваცია არ მაქვს, ან მეტი უნდა მქონდეს საქმე, რომ мотивირებული ვიყო. ვიღაცისთვის პირიქით არის, ხო, ცოტა საქმე, მაგრამ სიღრმისეული ურჩევნია, ანუ ინდივიდუალიზმზე მორგებული, რომ ითვალისწინებენ შესაძლებლობებს ფიზიკურს და ფსიქიკურს და დატვირთვას ამის, ანუ არაწყობენ დატვირთვას რაღაც გადმოსახედიდან, ანუ რაღაცნაირად ინდივიდუალიზება ხდება ამ დატვირთვის, ხო? ვიღაცას მარტივად გამოსდის ანალიტიკა, ვიღაცას მარტივად გამოსდის პრეზენტაციების გაკეთება და ვიღაცის პრეზენტაციის მომზადება ისეთი დატვირთვაა, რომ მოკვდა მთელი ღამე გაათენა ნერვიულობაში და ამ დროს გადანაწილება მოხდეს ისე, რომ რაღაცა რაც შენთვის დატვირთვაა, დაბალანსდეს, დელეგირდეს ისე, რომ შენ ნაკლებად იყო აი ეს დიდი ლოდებით კისერზე, ხო? ძილსაც რო ვერ ახერხებ. კიდევ? ხო. მიუკერძოებულობა და ობიექტური დამოკიდებულება თანამშრომლებს. ანუ არა ფავორიტიზმი, ხო, თანამშრომლების მიმართ და ობიექტურობა და მიუკერძოებულობა, რომ სადაც შეგვეშალა ვიღებთ პატიოსან უკავშირს, სადაც კარგად მოვიქეცით და წინ წავწიეთ ორგანიზაცია ჩვენი შრომით, ვიღებთ ასევე გულწრფელ უკავშირს და აღიარებას, ხო? ობიექტურად, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. ყოჩახ, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. რა არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება? მთელი პრეზენტაცია გავიარეთ. რას ნიშნავს ფსიქოლოგიური უსაფრთხოება? დიახ, ანუ ღია კომუნიკაცია, სადაც როგორიც ვართ ნიღბების გარეშე გვიღებენ, ისეც არ გვიწევს თამაში მუდმივად, იმიტომ რომ კვირაში 40 საათი რო ვთამაშობთ, უკვე ისევ თამაშობთ, რომ აღარ გვახსოვს ნამდვილები როგორი ვართ. აი მსახიობებს ემართებათ ხოლმე როლის თამაშის დროს ისე შედიან როლში, რომ ძალიან ცნობილ მსახიობებს, რომ მე დამატებით ფსიქოლოგიური ჩარევა ჭირდებათ ხოლმე. ანუ იმდენად ვართ ამ, იმიტომ რომ გვეშინია ვაიმე სამსახური არ დავკარგოთ, ვაიმე მენეჯერს არ მოვეწონოთ, ვაიმე ის არ მოხდეს, ვაიმე და ამაში ვართ ნიღაბში, ანუ არ ვართ ავთენტურები, შიშით იმისა, რომ ვაი და არ მიგვიღონ და მთელი გარემო არის არაავთენტური, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, რომ კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეტი რესურსი გვეხარჯება, პლუს შეცდომები სადაც მოსულა, ხო? მე ვამბობ ხოლმე, შეცდომები მოსულა თუ ეს არის გამოცდილება და გაკვეთილი, რომ სხვა დროს ანუ ვითვალისწინებთ, ხო? და გადავდივართ განვითარების ახალი ეტაპზე და ვიცით, რომ ესეთი რამის დროს ესე მოვიქცევით, იმიტომ რომ ერთხელ უკვე ეს ჩვენ თავზე გამოვცადეთ, ხო? არ არის ეს შიში და რაღაცა ის არაუსაფრთხოების განცდა, რომ თუ რამე შემეშლება, დამთავრდა ჩემი კარიერა და აი დავრჩი ის რა ქვია სივში წითელი ჯვრის ნიშნით, ხო? კოლეგიალურობა, მე მგონი გუნდში ხوار შევა, გუნდურ მუშაობაში თუ ცალკეც გინდა. კი ბატონო. ანუ სამართლიანობა, კოლეგიალობა, სამართლიანი გარემო და კოლეგიალობა. ანუ სამართლიანობა მათ შორის იქნება ეს ანაზღაურების სისტემაში, რაღაცა წამახალისებელ სისტემაში, ხო, როცა განცდა გაქვს, რომ ეს სამართლიანად ხდება. მედიცინის დარგში კოლეგიალობა შეძახიან, როცა ექიმზე პაციენტთან რაღაცა ზედმეტებს არ ლაპარაკობს. მარია, მადლობა. კი ბატონო, მოდით ვნახოთ ეს შევქმენით ხო ჩვენი იდეალური ორგანიზაცია. რაღაცებს მე დავამატებდი, მაგრამ რას თქვენ ხო.
ნახეთ, რა საინტერესოა, რომ ჩვენ გვინდა ჯანსაღი სამუშაო გარემო და კითხვა რომ დაისვა, როგორია თქვენთვის. რაღაცები კი გაგვახსენდა, მნიშვნელოვანი რაღაცები საერთოდ არც გაგვახსენდა. ანუ იმიტომ რომ რასაც შეუკვეთავთ, ის ჩამოვა, ხო იცით? ან დამნიშნავია ზუსტად ვიცოდეთ, ხო. ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა, რას გულისხმობთ, როცა უკვეთავთ ჯანსაღ სამუშაო გარემოს და რაც გამოგჩა დავამატებთ და რაც გვიწერია ძალიან კარგია, იმიტომ რომ თავის დროზე 10 წლის წინ რო ეკითხათ ჩემთვის, აქ ბევრი რამე არ ეწერებოდა. კონკურენცია გაიზარდა, უკვე ძალიან ბევრი კომპანია მსგავს საქმიანობას ეწევდა, ადამიანი მაგალითად რომელიც კონკრეტულ საფთიაქო ქსელში მუშაობს, იცის რომ 8 ეგეთ მსგავსი საფთიაქო ქსელია მიყოლებით ერთმანეთის კონკრეტულ მისამართზე და შეუძლია რომ თავისუფლად შეიცვალოს სამუშაო თუ კომპეტენტურია გამოცდილია და კონკრეტულ სფეროში აქვს გამოცდილება და შესაბამისად კითხვაც გაჩნდა რომ რატო ვირჩევ ამას და არ ვირჩევ იმას ხო იმ კონკრეტულ კომპანიას. მოკლედ საერთოდ მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე ჯერ კიდევ პანდემიამდე 2005 წელს დაიწყო აქცენტების დასმა. ეს მოხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როდესაც ევროპის მინისტრთა კონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოხატა შეშფოთება, როგორც ახასიათებთ ხოლმე ევროპელებს, სამსახურთან დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროგრამების აუცილებლობაზე და თქვა, რომ ეხლა თუ არაფერს არ გავაკეთებთ, ცოტა ხანში ცუდი შედეგები დადგებაო. ანუ ეს ერთგვარი პროგნოზირება გააკეთა პოტენციური საშიშროების. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ბიზნესი ამას ისმენს რა ტერმინებში მოგება ზარალი. ხო, ეხლა ბიზნესი რო ამას ისმენს, კითხვა ჩდება, რომ მოგება ზარალის ენაზე ამიხსენი ერთი ეს მენტალური ჯანმრთელობა რა არის, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც ტრენინგებს როცა ვთავაზობდით მენტალურ ჯანმრთელობაზე ორგანიზაციებს, მაგალითად მენეჯერი ამბობდა, რომ მე საერთოდ არ მეხება ეხლა იმის დეპრესია და პანიკური შეტევები, რაც ჩემი საქმეა, მე ფულს უხდი იმაში, რომ საქმე გამიკეთოს. რაღაცა დაითვალოს Excel-ში. და დღეს უკვე მივდივართ იქამდე, რომ თუ ადამიანი მენტალურად ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები აქვს და არ არის ჯანსაღი, გადამწვარია, ემოციურად გამოფიტულია, ის ვერც Excel-ს ითვლის და მისი კომპეტენცია ხდება გამოუყენებელი, თორე როგორ არა აქვს. რესურსი აქვს, მაგრამ გამოუყენებელი რჩება, ანუ უბრალოდ ვერ ხდება კომპანიის მიზნის მიმართულებით მისი რეალიზება. და მოკლედ ბიზნესმა დასვა კითხვა, მოგება თუ ზარალიო ეს მენტალური ჯანმრთელობა რას ურტყავსა და საბოლოო ჯამში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებით ესე დაადასტურა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, რომ კვლევების თანახმად დეპრესია და შფოთვა იწვევს გლობალურ ეკონომიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის ზარალს სამუშაო პროდუქტიულობის შემცირების გამო. გადინება ხო და მაგით. ანუ არა თუ გადინება, არამედ თანამშრომელი, რომელიც სამსახურში მოდის, არაპროდუქტიული. ანუ არის ფიზიკურად თანამშრომელი ყავს, ფიზიკურად 50 ადამიანი მუშაობს შენ დეპარტამენტში, მაგრამ ეს 50-დან 2 არის ნამდვილი. ანუ ფიზიკურად არის, მაგრამ არ არის. ანუ ვერ მუშაობს, განა არ უნდა, რომ უბრალოდ რესურსი არ აქვს. ეს იყო აქცენტი იმაზე, რომ რეალურად დაფიქრდითო, რომ ხელა ფინანსური ზარალია, იმიტომ რომ ბიზნეს ფინანსურ ენაზე უნდა ელაპარაკო და მე როდესაც საქმე მოგებაზე მიდგა, ასევე ჰარვარდის ბიზნეს მიმოხილვაში 2023 წლის ნახავთ, რომ კვლევების თანახმად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე დახარჯულ ყოველ $1-ზე კომპანიას უკან უბრუნდება $4, ანუ თანამშრომლების უკეთესი ჯანმრთელობის ჩართულობისა და პროდუქტიულობის წყალობით. ანუ return on investments რასაც ეძახია ხო, ჩადებული ინვესტიციის ამონაგები, ანუ 4-ჯერ მეტია. ეს ევროპაში ხო? დიახ, საქართველოს ჯერ ეს კვლევები არ არის, რომ მივალთ იქამდე, მე შეგვიძლია განვიხილოთ. არა, სხვათა შორის მე ვმუშაობ ამ მიმართულებით და საკმაოდ დიდი ინვესტიცია იდება კონკრეტული კომპანიების ხოლმე მენტალური ჯანმრთელობის ვორქშოპებში და მე რო აკვირდებიან, გულწრფელად გეტყვით, არ მოგატყუებთ, პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ ვაჩერებთ რეგრესს. ეს მნიშვნელოვანია. ესეც შედეგია, იმიტომ რომ თუ ეს ვორქშოპი არ ჩატარდებოდა, ანუ რო ჩატარდა პროგრესი არ ნიშნავს, რომ ადამიანები მენტალურ ჯანმრთელები გახდნენ და სტრესმედ, მაგრამ რომ არა ეს ვორქშოპი უარესი რეგრესი იქნებოდა, მეტი იქნებოდა გადინება, მეტი ბიულეტენი, მეტი მოკლედ. ანუ უბრალოდ რეგრესს ვაჩერებთ. ამ ეტაპზე ვართ ჯერ. აი პროგრესზე რო გადავალთ, მე კიდე ერთი ვორქშოპი გავაკეთოთ ამ თემაზე. ამ ეტაპზე ეს უფრო დიდი გამოწვევა, რომ რეგრესი გავაჩეროთ. ზოგჯერ პროგრესზე მეტად ჯანმრთელობაში ხო ესეა, იქიმებმა იციან, რომ მოკლედ პანდემიამ რაც გააკეთა ის, რაც გააკეთა, რაც იქამდეც არსებობდა, ზედაპირზე ამოიტანა და გვაჩვენა, რომ როდესაც ადამიანები remote რეჟიმში გადავიდნენ, დისტანციურად დაიწყეს მუშაობა, HR-ებმა რომ ვეღარ ხედავდნენ თავის თანამშრომლებს საერთოდ, ერთმანეთთან, ანუ მიხვდი რა, ვეღარ აკვირდებოდნენ HR-ები, რაღაცა თანამშრომელი არის, არ არის, ვეღარ იგებ ხო, სადღაც HR-შია, სადღაც Zoom-შია და ასე შემდეგ. მოკლედ HR პროფესიონალებმა ძალიან კარგად დაინახეს პანდემიის დროს,
ანუ შეადარეს, როცა ოფისში ყავს თანამშრომელი აკვირდები რაღაცა, აკონტროლებ რაღაცა და უცებ არ არის სადღაც არის ვირტუალურ სივრცეში. ძალიან კარგად დაინახეს ბიზნეს ინდიკატორების და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირი. და აღმოჩნდა, რომ ბიზნესის შედეგიანობა, ფინანსური რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასთან. იმიტომ რომ ფიზიკურად როცა სივრცეში კიდე რაღაცა შვებით, მაგრამ დისტანციურად სად არის, როგორ არის, სულად არის, კარგად არის, ვერ ვაკონტროლებთ და საბოლოო ჯამში ეს აისახება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, მოცულობაზე. ანუ პანდემიამ ეს გვაჩვენა რა. რა ხდება მაშინ, როცა თანამშრომელი გამოკეტილი არ უყავს ერთ სივრცეში. და როგორ არის ეს მიბმული მენტალური ჯანმრთელობის და ბიზნეს ინდიკატორების საკითხზე. მოკლედ ამასთან დაკავშირებით რაც იკითხე, საერთაშორისო კვლევები არის 20-22 წლის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ დასაქმებულთა 60% სამუშაო დღის ბოლოს ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობას გრძნობს. რის გამოც მის პროდუქტივობამ 60%. პირობითად 10-დან 6 ადამიანი სამუშაო დღის ბოლოს ისეთი ქრონიკულად დაღლილი, რომ რა ბავშვები, შვილების გაზრდა და რა ჯანსაღი მომავალი თაობა და რა მშობლობა პოზიტივი რესურსი აღარ რჩება იმ მეორე ნაწილისთვის, როგორც ფროიდი ამბობდა, აუცილებელია შრომა და სიყვარული. ანუ თუ მეორესთვის ადგილი არ რჩება და ბალანსი არ არის, უკვე პათოლოგიაში ვართ. ანუ რომელიმე მხარე თუ გადაწონის, ორივე შემთხვევაში აუცილებელია ორივესთან არსებობა, რომ ადამიანი იყოს ჯანსაღი და ჯანსაღი დასაქმებული. და მეორე კვლევა, ეს არის გლობალური კვლევითი საკონსულტაციო ორგანიზაცია, საკმაოდ პრესტიჟული, რომელიც ატარებს კვლევებს ზუსტად აი ორგანიზაციებში სამუშაო გარემოს თანამშრომელთა კეთილდღეობის და ჩართულობის საკითხებზე. ეს არის გელაპი 2020 წლის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ თანამშრომელთა 76% სამუშაო პროცესებში ერთხელ მაინც გამოუცდია ემოციური გადაწვა, ანუ პროფესიული გადაწვა, ბერნაუთი. ბერნაუთი არის ძალიან მძიმე დიაგნოსტირებული მდგომარეობა, როდესაც დილას იღვიძებთ და ფიზიკურად ვერ დგებით საწოლიდან. არა თუ ფიზიკურად ვერ დგებით საწოლიდან, არამედ წარმოდგენა არ გაქვთ. საერთოდ თქვენ თვითშეფასება იმდენად ნულზე და ყოველთვის თქვენს პროფესიონალიზმზეც კი უკვე ეჯუგეპარებათ საერთოდ თქვენ შესაძლებლობებზე, რესურსებზე. ანუ განა არ გინდათ სამსახურში წასვლა, უბრალოდ ფიზიკურად ვერ დგებით. არ შეგიძლიათ უბრალოდ. თორე მართლა ძალიან გინდათ გულზე ხელის დადებით, რომ წახვიდეთ სამსახურში. ანუ იმდენად გადაიწვა სისტემა, რომ გაითიშა. 76% საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და დანარჩენი 28% ამბობს, რომ ხშირად ან მუდმივად გრძნობს ხოლმე მსგავსი ტიპის მდგომარეობას. თუმცა დიაგნოსტირებული გადაწვა პროფესიული არ აქვს, მაგრამ მსგავს მდგომარეობას გრძნობს ხოლმე. ეს არის კვლევები, რაც ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანია ამ თემაზე საუბარი. აქ არის დამატებით კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ შფოთვის და დეპრესიის რიცხვი 25%-ით გაიზარდა ჯერ მხოლოდ პანდემიის პირველ წელს. ანუ იქამდეც იყო პანდემიის, ანუ უბრალოდ კიდევ უფრო გაიზარდა და გამოჩნდა, თვალსაჩინო გახდა და ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვის მიხედვით 2021 წლისთვის ეს რიცხვი 47, ანუ თანამშრომლებმა, რომლებმაც დატოვეს სამსახურები, სწორედ ამ მიზეზით, პანდემიის შემდგომ 47 მილიონის ტოლი იყო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამერიკაში დატოვეს სამსახურები, ანუ უბრალოდ დაწერეს განცხადებაც არ დაწერეს. ანუ უბრალოდ გაქრნენ ორგანიზაციიდან და HR-მა დაიწყეს ძებნა. ის ხო ყავდა კაცო გიორგი IT საქმეზე რო იყო და სად გაქრა ეს ბიჭი აღარ ჩანს. ანუ მოკლედ უბრალოდ წავიდნენ სამსახურებიდან, ამიტომ რომ პანდემიის დროს რაღაცების გადაფასება მოხდა, როგორც შენ თქვი, მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ დავინახეთ რა მდგომარეობა ჩვენი სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანს შორის. ეს არის კვლევები, რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი. დაინახეთ, ხო, ეხლა ლოკალური კვლევები ამ ეტაპზე ესეთი არ გვაქვს, მაგრამ საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ტენდენცია მიდის იქითკენ, რომისკენ, რომ თუ რამეს არ შევცვლით სამუშაო გარემოში და კვირაში 40 საათს არ გავხდით ჯანსაღს, მაშინ დავრჩებით უბრალოდ მუშახელის დასაქმებულების გარეშე. ან გვეყოლება დასაქმებულები უბრალოდ რომელსაც არარესურსულები არიან, მუშაობა არ შეუძლიათ. განა იმიტომ რომ კომპეტენციის პრობლემაა. არა, უბრალოდ კომპეტენციას რესურსი ჭირდება, რომ იყოს გამოყენებული ეს ცოდნა და გამოცდილება. ეს 47 მილიონი წავიდა სახში დაჟდა თუ სხვა სამსახურში წავიდა. ნუ ბევრმა დაიწყო ფრილანსერობა, ბევრმა დაიწყო თვითდასაქმება. ვიღაცებს ურჩევნიათ მაგალითად საქართველოში გლოვოზე და ვოლტზე მუშაობა, ვიდრე ოფისში ჯდომა და ტოქსიკური მენეჯერის ატანა, იმიტომ რომ ფინანსურად დაახლოებით იგივე შემოსავალი აქვთ. ანუ მოხდა, ანუ რაღაცების გადაფასება მოხდა სერიოზული. ანუ სამუშაო ძალის ძალიან სწრაფად გადინება და ახალი ძალის შემოდინების პრობლემა, რომ მოიყვანო ადამიანი ახალგაზრდა და დასვა ოფისში ძალიან რთული გახდა. თუ ადრე ერთ ვაკანსიაზე 10,000 CV შემოდიოდა, ეხლა მოდის 2 და ისიც არ მოდის გასაუბრებაზე. ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ დაახლოებით ეგეთი ტენდენცია. აი HR-ები დამეთანხმებიან.
ადრე იყო პრობლემა, რომ იმდენი აგზავნიდა, რომ ერთი საათი ვარჩევდით და ეხლა არის პრობლემა, რომ საერთოდ აღარ აგზავნიან ადამიანები, შენ თუ headhunting-ით თუ გადმოიბირებ ვინმეს პროფესიონალს თუ არა, ბოლოს დარჩება მენეჯერი და HR კომპანიაში და წინა ხაზი არა. კი ბატონო. როგორ ფიქრობთ, აი ძირითადად რა არის ხოლმე ძირითადი სტრესორები, რასაც მიიყავს ადამიანი ამ პროფესიულ გადაწვამდე? აი რა არის ახლა თქვენთვის მაგ ორგანიზაციაში, რა უნდა უქნათ ადამიანს, რომ გადაწვა დაემართოს? აი რა უნდა იყოს? გაურკვევლობა, ბევრი საქმე, შეუსაბამო მოცულობის, ხო? 5 კაცი საქმეს რო გავალებენ. ბუნდოვანი დავალებები. ბუნდოვანი ანუ ვერ იგებ რას აკეთებ, რატო აკეთებ, რისთვის აკეთებ, მაგრამ გააკეთეო გეუბნებიან. ანუ პირიქით შეიძლება ბულინგი იყოს. overtime-ები. ხო, არასწორით სამუშაო აღწერილობა რო გიწერია, რომ უბრალოდ ეს გევალება და მიდიხარ და 5 ადამიანის ფუნქციები გევალება. ან შეიძლება საერთოდ სხვა რამე გევალება. ამაზე ნაკლებია რესურსი. როგორ? მეტია პასუხისმგებლობა, ან რესურსების ნაკლებობის ფონზე მაღალი პასუხისმგებლობის მოთხოვნა. თან ყველა ადამიანი ხო მაინც ინდივიდუალურია და მათაც ჭირდება არა ინდივიდუალური მიდგომა. ხო? ანუ არ ხდება ინდივიდუალიზაცია, ხო? პერსონიფიცირებული მიდგომა და რაღაცა ზოგადი მიდგომა, რომ ყველა აკეთებს და შენც უნდა გააკეთო, ყველა სამსახურში და შენც უნდა იარო. შედარებები, რომ აი ამან ეს იქნება. ხო და ხო, კი ბატონო. სხვის მაგივრად საქმის კეთება. კი ბატონო. რომ ხედავთ ალბათ ეკრანზე, რომ ძირითადად მაინც მკვეთრად გამოხატული საერთო ყველა კომპანიაში რაც არის, ეს არის რაც თქვენ თქვით, ეს არის მაღალი დატვირთვა, ოღონდ მჭიდრო ვადებში, როცა გაქვს 20 საქმე და გაქვს 1 საათი. ანუ უბრალოდ დრო რო გქონდეს რაღაცას მოახერხებ, მაგრამ ანუ ძალიან მჭიდრო, აი გუშინ არისო დედლაინები, ხო, გუშინ. მჭიდრო ვადებში მაღალი დატვირთვა, მეორე ეს არის ცვლილებები, რომ მოიც სამყაროში ზოგადად ცვლილებებია და ქვეყანაშიც და ორგანიზაციებშიც, მაგრამ აი განცდა იმისა, რომ უკონტროლობაა და შენ არ შეგიძლია ამ სიტუაციის გაკონტროლება და ავტონომია არ გაქვს, ანუ საჭესთან შენ არ ზიხარ და შენ არაფერს არ წყვეტ და ყველაფერს წყვეტენ სხვები. მესამე არის სამუშაოსა და ცხოვრების დისბალანსი, როცა გიწევს რომ შეეწიროს შენი პირადი დრო სამუშაოს ამ პირიქით, რა ვიცი როგორც არის დისბალანსი, მენეჯმენტის მხარდაჭერის დეფიციტი და ბოლოს ეს არის ტოქსიკური ორგანიზაციული კულტურა, ანუ ისეთი გარემო, სადაც ორგანიზაციაში რომ მიდიხარ, არ გიხარია მისვლა, იმიტომ რომ ისეთი მოწამლულია გარემო, რომ ემოციურად შესვლასთან ერთად ცუდად ხდები. მაგალითად, ჰაერში გრძნობ დაძაბულობას, ეს ერთი. ხშირად არის ხოლმე, როცა ორგანიზაციებში შევდივარ, ყველა იღიმება, ყველა იცინის, შერესაც ამბობდი, მაგრამ აი ჰაერში გრძნობ, რომ იქ რაღაცა სხვა, რაღაცა ხდება. ეს ვერ ადასტურებ ხელშესახებად, მაგრამ გრძნობ, რომ დაძაბულობაა, მიწისქვეშა კონფლიქტებს ვეძახით, დინებებს ვეძახით, ესა ფარული კონფლიქტები გარეთ არ ჩანს, მაგრამ აი დინამიკაში, აი დეპარტამენტში რომ შედიხარ, იგრძნობა, რომ აი წკიფზე ვართ რა. არა და ყველა იღიმის, იმიტომ რომ ეს გვაქვს ხო დაცვის მექანიზმი. მათ შორის იცით, რომ ემოცია არის ინფექცია და ჰაერწოთოვანი გზით გადადის, ანუ ერთი ტოქსიკური ადამიანი ოჯახში ან სამსახურში, ტოქსიკური ადამიანი ცუდს არ ნიშნავს, უბრალოდ ადამიანი, რომელიც ნეგატიურ ემოციებს ატარებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, აინფიცირებს ყველას. ხო შეიძლება სულ საერთოდ ხმასაც არ იღებდეს, უბრალოდ თავისთვის ჩუმად ზის ხმას არ იღებს, მაგრამ ყველა ცუდად არის. ვერ გავგე. იგივე პოზიტიური ადამიანებიც აინფიცირებენ ყველას, ხო? უბრალოდ ნეგატიური ინფორმაცია კვლევების მიხედვით ემოცია უფრო სწრაფად და მასშტაბურად გადაეცემა, ევოლუციური მიზეზია, ვიდრე პოზიტიური სამწუხაროდ, ხო? პლუს მაღალი სტატუსის მქონე ადამიანი უფრო მარტივად აინფიცირებს სხვებს, ვიდრე დაბალი სტატუსის. მაგალითად, ლექტორი სტუდენტებს უფრო აინფიცირებს. მიუხედავად თქვენ ბევრნი ხართ და მაგალითად, ყველამ რომ თქნარება დაიწყოთ, მეც ხო დავიწყებ თქნარებას, გადმომედება, ემოციათ ანალოგიურად მუშაობს, ანუ მე უფრო კვლევების მიხედვით სტატუსიდან გამდა, რადგან აი ამ სკამზე დამსვეს. მეტი, ანუ ხვალ რომ მე მსმენელი ვიყო ხვის ლექციაზე, ხო, პირიქით იქნება. იმიტომ დომინანტი ახლა თქვენ ხართ წამ. მშობლებს მეტად შეუძლიათ შვილების დაინფიცირება, ვიდრე შვილებს მშობლების. დირექტორებს, მენეჯერებს, HR-ებს მეტად შეუძლიათ თანამშრომლების დაინფიცირება, ვიდრე თქვათ თანამშრომლების მენეჯერების, იმიტომ რომ სტატუსი კი, პოზიტიურად და ნეგატიურად, ორივე მიმართულებით. და ესეთ გარემოში როცა მივდივართ, სადაც მოწამლულია, ემოციურად ნეგატიურია, ხო, შეიძლება შენ ძალიან ბედნიერი ხარ, კმაყოფილი ხარ, რეალიზებული ხარ და მიდიხარ სოციალურ გარემოში, სადაც ყველა ტოქსიკურია, იმიტომ რომ ბევრი ნეგატიური ემოცია აქვს, ყველა წუწუნებს, ყველა უბედურია, აღარ შემიძლია, რა ვიცი, რას მოვდიოდი, ანუ ყველა სამსახურის წასვლაზე ფიქრობს და აი ეს გამ გარემოში, რა თქმა უნდა, შენც ინფიცირდები, რაც არ უნდა მონდომებული იყო, იმიტომ რომ რობოტები არ ვართ, ადამიანები ვართ და სოციალური ცხოველები ვართ, ანუ ემოციებში ჩვენს ვინფიცირდებით. ძირითადი გამოწვევა მე ამ ინფიცირებას რაც მოყვება ეს არის რომ ცხოვრობთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე, აი იქამდე სანამ არ დავეცემით, სანამ წკიფზე არ ვართ,
სანამ ბიულეტენს არ გამოგვიწერენ, ქრონიკული დაღლილობის განცდით, აი სულ დაღლილი ხარ, ქონიათ შემთხვევა დილას რო უკვე დაღლილი იღვიძებთ. გამარჯობა. დილას უკვე დაღლილი იღვიძებთ. ენერგეტიკული კრიზისის მდგომარეობა როცა ხვდები, რომ ფიზიკურად უკვე ენერგია, ანუ აღარა გაქვს ენერგია, თორე განა არ გინდა რომ გააკეთო საქმე, უბრალოდ ენერგია აღარ გაქვს. და მესამე რაზეც შენ საუბრობდი, ეს არის ემოციების ეროზია, ემოციური რესურსების ამოწურვა, ამას აქვს ორი უკიდურესობა. ერთი ეს არის შენ რასაც ამბობდი ემოციური სიჩლუნგე, როდესაც ადამიანს უბრალოდ ემოცია აღარ აქვს. ანუ აი, რო დაიქცეს ქვეყანა, რეაქცია აღარ აქვს. ანუ აი, ადრე ხო ნერვიულობდა რაღაცებს, აი ხარ, ხო, რა ვიცი. ამასაც გადავლახავ. ანუ რეაქცია აღარ აქვს, იმიტომ რომ ემოცია აღარ შერჩა, ემოციურად დაჩლუნგდა, ანუ ეს რაღაცა დაცვის მექანიზმი ჩაერთო და მეორე უკიდურესობა არის ჰიპერემოციურობა, როცა აი ყველა პატარა, აი ონკანის წყლის წვეთებიც რო აღიზიანებს. ესენი ერთმანეთთან კავშირშია. ეს არის ემოციის ორი ვიღაცა იწყებს ჰიპერმგზნობელობით და ამთავრებს ემოციური სიჩლუნგით, ვიღაცა პირდაპირ ემოციური სიჩლუნგეში მიდის, იმიტომ რომ ბლოკავს და ორგანიზაციაში ვიღებთ ადამიანებს, რომელთა ნაღმებს ვიღებთ, ანუ 40 თანამშრომელი ყავს დასაქმებული ნაღმები, აი პატარა აი ხო იცი ფილმებში რო არის წითელს გადააჭრით უმწვანეს და აფეთქდება. ანუ ეთყობა რა, რომ შეიძლება კითხვა დაუსვა და შეიძლება ისეთი აფეთქდეს, არა და განა რამე ისეც ეუბნები, რომ შეიძლება რომ ხვალ დეი-ოფი ავიღო და რა შემჭამეთ ამ დეი-ოფებით? ყველას დეი-ოფი კიდე და ესე უყურებთ, ბოდიში რომ კითხვა დაუსვი, ბოდიში რომ ვარსებობ, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს ეს რაღაც რესურსი, ხო? მოთმინების ფიალა, რომელიც რო აივსება, უკვე ძალიან რთულია რა, მგზნობი არ ხარ მართლა, მაგრამ ადამიანებიც ხო, მართლა რობოტები ხო არ ვართ, ადამიანები ვართ და რესურსი ჩვენიც იწურება და მეორეა რომ უკვე რო შედიხარ, უკვე რეაქცია აღარ არის. ანუ იმდენად დავხარჯეთ ემოციები, რომ ემოციურ სიჩლუნგეში გადავედით, ეს უკიდურესობები ორგანიზაციებში. გადაწვას ეს ახასიათებს და გახსოვდეთ, რომ გადაწვა, პროფესიული გადაწვა არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ სუსტი, ვისაც ქონიათ ეს მდგომარეობა. უბრალოდ ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდხანს იყავით ძლიერი. ანუ ძალიან დიდხანს ვამუშავეთ საკუთარი თავი, მოვიხმარეთ ჩვენი ფსიქიკა და სხეული შესვენებების და ენერგიის აღდგენის გარეშე. და იმ სტანდარტით პერფექციონისტული ანსხულნა არაფერი არ უნდა შემეშალოს, ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად და საბოლოო ჯამში ამაზე ფსიქიკა და სხეული რეაგირებს გადაწვით. ეგრეთ წოდებული ბერნაუთით, რომელსაც ახლავს ემოციური გამოფიტულობა, ახასიათებს დეპერსონალიზაცია, როცა ადამიანს მენტალური ჯანმრთელობის კონკრეტული ასპექტები ეწყება და პროფესიული მიღწევების შემცირება, ანუ ადამიანს შეიძლება ქონდეს ძალიან დიდი სივი, მე მქონია ბერნაუთის გამოცდილება, იყო ექსპერტის 9 ექსპერტის სტატუსით, სივს უყურებდა და ფიქრობდა, რომ დედა ესრუდის მოვასწარი, მაგრამ შინაგანად განცდა გქონდეს, რომ საერთოდ უფუნქციო ხარ, იმიტომ რომ როცა ადამიანი რესურსული არ არის, ანუ რაღაც მარტივ რაღაცებსაც ვერ აკეთებს, შეიძლება ანგარიშში ისეთ შეცდომა დაუშვა, სტაჟიორი რო არ დაუშვებდა და უცებ გეუბნებიან, რომ შენ რამე ექსპერტი ხარ, ეს რამ გათქმევინა ან გაგე. და მე ნელა იგეწყება თვით შეფასება პროფესიული გეცემა იმ დონეზე, რომ გონია, რომ აბსოლუტურად არავის არაფერში არ ჭირდები, აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხარ, მიუხედავად ცივისა და გეწყება ეს თვით დამაზიანებელი ფიქრები და პროფესიული თვით შეფასების დაცემა, რაც საკმაოდ ისეთია, ხო? მთელი ცხოვრება რო 40 საათი მიუძღვენი ამას და ბოლოს რო გამოდიხარ იქიდან რომ არავის არაფერში არ ჭირდება შენი გამოცდილება, ესეც იმიტომ რომ რესურსული არ ხარ. პარადოქსი ის არის, რომ სტრესი თვითონ პრობლემას არ წარმოადგენს ორგანიზაციაში, იმიტომ რომ სამყარო ესეა მოწყობილი, რომ ნორმა. პარადოქსი ის არის, რომ ადამიანები წუწუნებენ იმაზე, რომ დატვირთულები არიან, მაგრამ და დასვენებისთვის დრო არჩევათ, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ზოგჯერ არის, რომ ადამიანებს დრო აქვთ დღის ბოლოს 2 საათი აქვთ, მაგრამ არ აქვთ იმის თავი და ნერვები, რომ რა ვიცი, რამე გააკეთონ, ძაღლი გაასეირნონ, ბავშვს მოეფერო, ხო? რატო? იმიტომ რომ რესურსი, ენერგეტიკული რესურსი არ არის. ანუ ზოგჯერ დროის პრობლემა კი არ არის იმდენად, რამდენადაც ენერგიის. მეორე, ასევე ვიცით ადამიანები, რომლებიც თითებზე ითვლიან, პარასკევი როდის მოვა, რომ შაბათკვირა იწყება და მოდის ეს შაბათკვირა და ისე გადის, რომ დასვენება არა და ხო ელოდებოდნენ ამ შაბათკვირას, რომ დასვენება უზრუნველეყოთ. ანუ ისე გადის შაბათკვირა, რომ ფაქტობრივად საკუთარ თავში ენერგიას არ ასხამენ. ასევე ვიცით ჩვეულებიდან დაბრუნებული დაღლილი ადამიანები. ალბათ გინახავთ, არ ყოფილხართ ერთხელ მაინც, არადაშვებულებაში იყო. ანუ ამას ვეძახით უკვე დასვენების უნარობაში გადასვლას, როცა ადამიანმა დაკარგა ენერგიის აღდგენის უნარი, დასვენების უნარი, იმიტომ რომ არასწორი მენტალური ჯანმრთელობის ცხოვრების წესი ჰქონდა. და საბოლოო ჯამში, მოკლედ მივადექით იმას, რომ ადამიანმა შეიძლება 20 წუთში თუ ის რესურსულ მდგომარეობაში და მენტალურ ჯანმრთელობის სტანდარტებს აკმაყოფილებს, მოასწროს ბევრად მეტი საქმე,
ვიდრე ადამიანს მის 1 საათი, 2 საათი, 5 საათი და ის არ იყოს გადამწვარი. ანუ იმას მეტი დრო ჭირდება. ანუ დროის მართვის პრობლემაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია ენერგიის მართვა, რესურსების მართვა, ემოციური რესურსების მართვა სწორი მიდგომით. დაღლით და დასვენებით ყველა ვიღლებით, ყველა ვისვენებთ, უბრალოდ ამას ვაკეთებთ არასწორად ვიღლებით და არასწორად ვისვენებთ. ამიტომ არის მენტალური ჯანმრთელობის ვორქშოპები ორგანიზაციებში ეხმარებათ ადამიანებს, რომ დაინახონ რას ნიშნავს სწორი დაღლა და სწორი დასვენება. სწორი დაღლა არის, როდესაც სასიამოვნოდ იღლები. გქონიათ სამუშაო დღის ბოლოს ძალიან ბევრი რო იმუშაოთ, მაგრამ თან რო кайფობთ. თან დაღლილი ხართ, ან მოგზაურობის დროს არის ხოლმე, ხო? კი განა არ დაიღალე. მაგრამ ისეთი кайფი გაქვს ამ დაღლილობისგან, ისეთი кайფით მიდიხარ და მე იძინებ შვიდად. მაგრამ როცა არის არასწორი დაღლა, ისეთი გადამწვარი ხარ დაღლილობისგან ვერც კი იძინებ. ანუ მიხვდით ხო განსხვავება. ანუ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ფსიქოგანათლება არ გვაქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ამ ჯანსაღი ფსიქიკური ცხოვრების წესზე. ეს ზოგჯერ, მოდი ორი მხრიდან შევხედოთ. ერთი მხრივ თანამშრომლების პრობლემაა, იმიტომ რომ მენეჯერები ზოგჯერ გეგმავენ კომპანიაში იოგას, პილატეს, არტ თერაპიას და თანამშრომლები არ დადიან. მოდი სიმართლე ვთქვათ და მენეჯერები წუხან, რომ აი ყველაფერს ვაკეთებთ და არ მოდიან ადამიანები. მათ შორის უგეგმავენ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე ტრენინგებს და ხალხი არ დადის. ანუ ერთი მხრივ თანამშრომლებშია პრობლემა, იმიტომ რომ ერთი რო არ ჯერათ, არ აქვთ შესაბამისი ნდობა და მეორე მხრივ მენეჯერებშიც არის პრობლემა, რომ არის ორგანიზაციები, სადაც ადამიანები ითხოვენ მენტალური ჯანმრთელობის თემებზე ვორქშოპებს, დახმარებას, სერვისებს და მენეჯერები თვლიან, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის, იმიტომ რომ თავის მენტალურ ჯანმრთელობა თვითონ მიხედავს, მე ხელფას ვხდი სამუშაო შესრულებაში. ანუ ესე არ არის, რომ მარტო მენეჯერების და კომპანიების ბრალია, ან მარტო თანამშრომლების ბრალია. ანუ როცა პრობლემა, ორივე მხარე არის ამაში ჩართული. და მთელი ეს გამოწვევა ეს არის, რომ როგორ დავაკავშიროთ ეს ორი მხარე ერთმანეთთან, რომ შეთანხმდნენ, რა ჭირდება თანამშრომელს, რა ჭირდება მენეჯერს, იმიტომ რომ HR-ებმა რაც არ უნდა კარგი ღონისძიებები გაატაროთ, იოგა, არტ თერაპია, ვორქშოპები და ასე შემდეგ, თუ თანამშრომელს თვითონ არ უნდა თავისი სტრესის მართვა. ვამბობ ხოლმე, მამა ზეციერი ვერ მართავს მის სტრესს, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ თუ წყვეტს, რომ არ უნდა სტრესის მართვა, რაც არ უნდა კომპანია Google-ში ამუშაოთ, აი იმ გარემოში, რომელიც თქვენ ჩამოწერეთ, მაინც ექნება სტრესი. ამას ვეძახით სტრეს დამოკიდებული ადამიანები. ადამიანები, რომელსაც არ შეუძლიათ სტრესის გარეშე ცხოვრება. თუ სტრესი არ არის შექმნიანი. პრობლემა რო არის შექმნიან, პრობლემას რო გადაჭრან. ეს ადამიანის ხასიათი. ხო, ეს არის გამოცდილებით. როცა რთული გამოცდილება გვაქვს ცხოვრებაში და ასე გადავრჩით, სტრესში გადავრჩით, ჩვენ აღარ ვიცით სიმშვიდეში და დასვენებაში როგორ არის. და შესაბამისად, მაშინაც კი როცა სიმშვიდეა, არ გვასვენებს გამჩენი და ვიწყებთ სტრესის ძიებას. ხელოვნურად ვქმნით სტრესორებს. აი ვორქშოპებზე ზუსტად ამას გავდივართ, რას ნიშნავს სტრეს დამოკიდებულება. ჩვეულებრივ წამალდამოკიდებულებასავით არის ნარკოტიკებით არის, ანუ არის ადამიანი, რომელიც სულ წუწუნებს, რომ დატვირთულია, მაგრამ რო გაუშვა დასასვენებლად ვერ დაისვენებს, რამე ან მოიტეხს ფეხს, რაღაცას დაიმართებს, რომ ინერვიულოს. სწავლა ხო უნდა დასვენოს. დიახ. იმიტომ რომ დასვენება არ ნიშნავს არაფრის კეთებას. კონკრეტული ინსტრუქციებია ფსიქიკას რა ჭირდება. დასვენება არის რომ წავედი და რაც მისწორდება, ის უნდა გავაკეთო. არა. დასვენება სწორი, მაშინ არის როცა ფსიქიკას რაც ჭირდება და სხეულს რაც ჭირდება, იმას ვაკეთებ და არა ბურგერს ვჭამ. დროს სხეულს ბურგერი არ ჭირდება, სხეულს ჭირდება ისეთი ნივთიერება, მაგალითად როგორც არის ჩია, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტს, B ვიტამინს, ომეგას. მიხვდით ხო? ანბანი როგორც ისწავლება, ეს ხო შესაძლებელია ალბათ ამის სწავლა. კი, ამას ვაკეთებთ ახლა კომპანიებში, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით. ამას ვაკეთებთ ფაქტობრივად. ყველასთვის ახალია, ოღონდ ეს მარტო კომპანიებისთვის კი არა, ჩვენ არ გქონია ფსიქოგანათლება ამ თემაზე. კითხვა გქონდა. აი ეს სტრეს დამოკიდებულ ადამიანებს როგორც თქვით, ხან ჭირდება თქვენს ეს სტრესი? დიახ, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ ამის გარეშე ცხოვრება, ეს იგივე რომ წამალდამოკიდებულ ადამიანს არ მისცეთ მედიკამენტი. არა, გაუცნობიერებელია კი, ვორკოჰოლიზმი ეგ არის. არა, ვერ ხვდება. ამიტომ არის ვორქშოპები, რომ დიახ, ვორქშოპებს როცა ვაკეთებთ ხოლმე კომპანიებში, ხდება დიაგნოსტირება, ტესტების საფუძველზე ის აკეთებს ანონიმურად თავის ფსიქოპორტრეტს და თვითონვე ნახულობს და აცნობიერებს, რომ ბიჭო, მე მგონი სტრეს დამოკიდებული ვარ. იმიტომ რომ პირველი ეტაპი, როცა ფსიქოგანათლება რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მე ვიღაცამ კი არ მითხრას, რომ ეხლა შენ სტრეს დამოკიდებული ხარ, ხო იცი, სხვის ნათქვამის ჩვენ არ გვჯერა. ანუ მე თვითონ მივიდე იქამდე, რომ დავინახო, დავაიდენტიფიცირო, სახელი დავარქვა ჩემ მდგომარეობას, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არაცნობიერია, მე მგონია, რომ ეს ნორმალურია, რა ვიცი. და ყველაზე საინტერესოა ხოლმე თუ მენეჯერები მე როგორც ყოფილი მენეჯერი სტრეს დამოკიდებულია, თანამშრომლებსაც იგივე სთხოვს. ან თვითონ არ შეუძლია სტრესის გარეშე ცხოვრება და გუნდში სულ სტრესი აქვს.
და ამ დროს იქ სხვა ადამიანი სულაც არ არის სტრესმედეგი და ვერ გაჩავს ამ სტრესს, ვერ ამუშავებს მისი ფიზიკურად ცხეული და ფსიქიკა ამ ხელა რაოდენობის სტრესს, მაგრამ თვითონ მაგრად ამუშავებს და გონია რომ ყველა ანალოგიურად სტრესმე დამოკიდებულია. აი თვითონ ამუშავებს ახლა რაც თქვით, ეს ენერგიას გამოიმუშავებ მერე შე. დიახ, კორტიზოლი ხო ჩვენი მთავარი ღვიძლის ჰორმონია, ენერგეტიკული აქტივაციის ჰორმონია, კორტიზოლის პრობლემა მარტო ის არის, რომ ანუ мотиваციას რო ეძახით, ფაქტობრივად კორტიზოლი ადრენალინია მეტი ხო არაფერი, დილას რაც გვაღვიძებს კორტიზოლია, სიფხიზლის ჰორმონია, ფიზიკური აქტივაცია კორტიზოლია. მივდექით, მოვდექით რაღაცები ვაკეთეთ. ანუ სიცოცხლის ჰორმონია კორტიზოლი და სტრესის ჰორმონია. პრობლემა ის არის, რომ თუ დიდი რაოდენობით კორტიზოლი გამოგვიმუშავდა, დღის განმავლობაში, აი 5 დღე ვიმუშავე, კორტიზოლი დავაგროვე 10 ჭიქა. მერე იმედი გვაქვს, რომ მარტო შაბათ-კვირას, ანუ 2 დღეში დავხარჯავთ 10 ჭიქა კორტიზოლს. შანსი არ არის, არც ერთი შაბათ-კვირა არ შეერგება არც ერთ თანამშრომელს. იმიტომ 5 დღის დაგროვებულ კორტიზოლს 2 დღე არ ეყოფა. დღის ბოლომდე, დღის განმავლობაში მენტალური ჯანმრთელობის ან ჯანსაღი ცხოვრების წესი მაგას ნიშნავს, რომ მე არ ველოდები შაბათ-კვირას და შვებულებას. მაგიტო არ გვერგება შვებულება, რომ მივიდივართ 5 ტონა კორტიზოლით და ბოდიში, მაგრამ სხეულს და ფსიქიკას ეს რესურსი არ აქვს. დღის განმავლობაში ვხარჯავთ კორტიზოლს. კორტიზოლის გახარჯვის ბევრი მეთოდი არსებობს, ცოტა სხვა თემაა. ემოციურ ჯანმრთელობაში ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ეხლა რაც შემიძლია გითხრათ, რადგან ფიზიკური აქტივაციის ჰორმონია, ყველაზე მოკლე გზა კორტიზოლის ხარჯვის არის ფიზიკური აქტივობა. ყველაზე მოკლე გზა. ფიზიკური აქტივობა, კუნთური სხეულის სახსრების მოძრაობა, რომ რაღაცნაირად ეს სხეულიდან კორტიზოლი გამოვიდეს. ჩვენ რას ვაკეთებთ? დღის განმავლობაში ვაგროვებთ საოფისეში და მერე მივდივართ და ამით ვიძინებთ და ძილში კორტიზოლი პირდაპირ მიდის სხეულში, ურტყავს იმუნიტეტს და იმუნიტეტის დაზიანების თუ დაქვეითების ფონზე მერე გვეწყება ხან კუჭი გვტკივდება, ხან ფილტვი, ხან ის, ხან ეს და ბიულეტენი. ავადობა იზრდება. შეიძლება სტრესმედეგი ადამიანი სტრეს დამოკიდებულებაში გადავიდეს, თუ დიდხანს არის მედეგი. აი ერთმანეთს უდრეს. აი ხა მივდივარ მედეგობისკენ, რა რას ნიშნავს? ერთი და იგივე არ არის ეს ტერმინი, ცოტა ტერმინების თარგმანში არის ხოლმე რა ეს მედეგობა რას ნიშნავს და ეხლა ვიტყვი ზუსტად. ნუ მენტალური ჯანმრთელობა, რო გადავიდეთ ხა მენტალურ ჯანმრთელობაზე ამდენ ვსაუბრობთ, რა არის მენტალური ჯანმრთელობა, ხო? ეს არის არა მარტო ფიზიკური, არამედ ემოციური, სოციალური და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა ადამიანის. ანუ ემოციურადაც კარგად ვარ, რესურსი მაქვს. ფსიქოლოგიურადაც კარგად ვარ და სოციალურადაც ურთიერთობები მაქვს, ჯანსაღი, ხარდამჭერი გარემო მაქვს, ნიღბების ტარება არ მიწევს და ასე შემდეგ, ხო? თუ ეს სამი კომპონენტი არ გვაქვს, აი ხშირად ორგანიზაციაში ვამბობთ ხოლმე, რომ ფიზიკურად დავიღალე, ემოციურად დავიღალე აღარ შემიძლია. გონებრივად დავიღალე, ვინც გონებრივად მუშაობთ პროექტებზე და მეოთხე ყველაზე რთული დაღლა არის სულიერად ფსიქოლოგიურად დავიღალე, აღარ შემიძლია. აღარც ეს სამსახური მინდა. აღარაფერი აღარ მინდა. აი აქ უკვე დავერხა. ფსიქოლოგიურ დაღლამდე თუ მივედით, ხო? ეხლა რას ნიშნავს სტრესს? მედეგობა, მე თვითონ ტერმინი არ მომწონს. მე პანდემიის მერე დავიწყე resilience-ზე მუშაობა. ინგლისურად ეს სიტყვა ნიშნავს resilience. და ძალიან არ მომწონს, როცა სტრეს მედეგობა დითარგმნება, იმიტომ რომ resilience არ ნიშნავს, რომ მე სტრესს არ ვიღებ. resilience ნიშნავს, რომ სტრესულს, აი როგორც ის რო არის ხოლმე, სტრეს ბურთები რო არის. ანუ სტრესი როცა არის, მოჭიმავთ, შეიკუმშება, რა თქმა უნდა, ვინერვიულებ კიდეც და დავისტრესები, მაგრამ როცა დამთავრდება სტრესი, ვუბრუნდები საწყის მდგომარეობას. აი როგორც ბამბუკის ხეები, ხო, ქარი რო დაუბერავს, გადაიხრება, მაგრამ ქარი როცა არ არის და ყველაფერი რო კარგად არის, კი აღარ რჩება ეს გადახრილი, ხო, შედეგებით. ჯანმრთელობის ფსიქიკური. უბრუნდება საწყის მდგომარეობას. განსხვავებით რუსთავში რო ხეებია, ხო? საიდან რო გახვალთ, ქარი რო არ იყოს, მიხვდები საიდან უბერავს ქარი, ხო? დარჩა. ანუ სტრესმა დაუტოვა კვალი. ადამიანის შემთხვევაში ეს არის სხვადასხვა ნიშნები, ხო, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის. ანუ resilience ნიშნავს, რომ მე ვარ სტრესმოქნილი. მე შემიძლია სტრესულ სიტუაციაში ისე გადავამუშავო და მოვინელო სტრესი, კორტიზოლი ისე ვხარჯო, რომ გინდა 5 სამსახურში მამუშავე, ვერ შემატყობ, რომ დაღლილი ვარ. ხო, მაგრამ ხო მაინც მოქმედებს. არა. თუ ხდება სწორი გადამუშავება სტრესი პრობლემა არ არის. პირიქით, თუ სტრესი არ გვაქვს, არ ვითარდებით. პრობლემა არის გადაუმუშავებელი და მოუნელებელი სტრესი. ანუ ნარჩენები, რომელსაც ჩვენა დაიკიდე გაატარე, ფეხებზე დაიკიდე, გულზე მოგეშვება, ესე ვართ გაზრდილი, ხო, ჩვენ ყველაფერს ვიკიდებთ. და ამ დროს არაფერი არ იყიდება, ხო, ეს ხო გროვდება და მე ჩვენი ერთ დღეს ან გარეთ გამოვა და ვინმე შემოგველანძღება, ან შიგნით აფეთქდება ეს ნაღმი, როცა მიდის ფსიქოსომატიკაში, ხო? სახსრები არ იცოდი სად იყო და ოპა, თურმე სად ყოფილა, კუჭი არ იცოდი სად იყო და აი თურმე აქ არის
და შაკიკი არ იცოდი რა იყო უცხო სიტყვა გეგონა და დღეს უკვე შენი ყოველდღიურობა გახდა. ანუ ფსიქოსომატიკაში ორი ვარიანტი ან გარეთ გამოვა, ან შიგნით. ამიტომ სტრესმედმოქმედობა ეს არის ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგი, ანუ პანდემიის შემდგომ ყველა ორგანიზაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებთან თანამშრომლობთ, საქართველოში ოპერირებენ, იმათ საერთოდ კონტრაქტში უწერიათ, რომ ისინი ვალდებულები არიან, რომ ადამიანების resilience building-ზე, ანუ სტრესმოქმედობის გაზრდაზე, სტრესმედეგობის გაზრდაზე იზრუნონ და ყველა თანამშრომელს დაესწრებიან თუ რა თავაზობენ, იმიტომ რომ მათი პასუხისმგებლობაა პანდემიის შემდგომ ზრუნვა ადამიანების სტრესმოქმედობაზე. ანუ ეს არის უნარი, რომ ნეგატიური ემოციური გამოცდილების, ანუ სტრესის შემდეგ სწრაფად დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, ისე რომ ზიანი და ზარალი სხეულსა და ფსიქიკაში არ დაგრჩეს. არც გადაწვა, არც ფსიქოსომატიკა. იმუშაო 8 სამსახურში, თან პირად ცხოვრება ალაგო, მაგრამ იყო ენერგეტიკულ რესურსულ მდგომარეობაში. ამის მიღწევა სჭირდება სწავლა. სწორი დასვენება, სწორი დაღლა, მენტალური ჯანმრთელობის ჰიგიენა, ემოციური ჰიგიენა, მენტალური დიეტა, ყურში ყველაფერს, რასაც უშვებთ და გონია რომ მეორე ყურიდან გადის, არ გადის, რჩება, რასაც ვქროლავთ, რასაც უსმენთ, რასაც ვხედავთ, ყველაფერი რჩება. დიეტა მარტო საკვები არ არის, ხო რა ვჭამთ. ყველაფერი, რასაც ვსკროლავთ, ყველაფერი სჭამს ჩვენი ტვინი, ხო? თან იცით რომ ძველი თაობისგან განსხვავებით, სადაც 1000 ერთხელ გაიგებდნენ წელიწადში ერთხელ ვიღაცის გარდაცვალებას, ჩვენ შევდივართ Facebook-ზე და მთელ მსოფლიოში ყველაფერს ერთად ვიგებთ, ხო? ცუდად ყოფნებს, ავადობებს, ანუ შეიძლება წამის მეასედებში რაოდენობის, ანუ ნეგატიური ინფორმაცია შემოდის ჩვენ ტვინში, ხო? როგორც საკვები ბჭყალებს, ამ შემთხვევაში ცუდი საკვები, არა დიეტური, არა ჯანსაღი. ეხლა როგორ დავადიაგნოსტიროთ, ვინც HR-ები ხართ, ორგანიზაციას უჭირს თუ არა მენტალურად. კრიტერიუმები. პირველი, სამუშაოზე არ გამოცხადება აბსენტიზმი. ინგლისურად არის, მაგრამ ქართულად აბსენტიზმი. ანუ, როდესაც ადამიანები ნელ-ნელა იწყებენ სამუშაოზე არ მოსვლას, გაუფრთხილებადაც, ანუ ქრებიან ადამიანები, რა ვიცი, სად არის, არ ვიცით. მოიკითხეთ, აბა რა შვება ჩვენი IT ხშირად მსმენია. მეორე უკიდურესობა არის პირიქით ინგლისურად ეს სიტყვა დავტოვე, იმიტომ რომ არ ვიცი ქართულად თუ არსებობს, არის პრეზენტიზმი. ანუ ცხადდება თანამშრომელი სამუშაო ადგილზე ფიზიკურად აქ არის, მაგრამ გინდყოფილა გინდა რა. არის გამოუძინებელი, დაღლილი, არაპროდუქტიული, ან ცუდად არის, სურდო აქვს, ან ავადმყოფობს. ანუ რესურსული არ არის, საქმეს ვერ მიკეთებს. ანუ ფიზიკურად არის 20 ადამიანი, მაგრამ არ არის. მიხვდით ხო? ანუ ერთია რომ საერთოდ არ ცხადდება, არ არის საერთოდ ფიზიკურადაც და მეორე ფიზიკურად არის, მაგრამ არ არის. ანუ რაოდენობაში ითვლება, მაგრამ ხარისხის სამუშაო შესრულებაში ორგანიზაციას ვერაფერს ვერ უკეთებს. მეორე კრიტერიუმი, ინდიკატორი, რომ გავიგოთ ორგანიზაციაში რამდენი ჯანსაღი გარემოა, ეს არის პროდუქტიულობის და მოტივაციის შემცირება, როცა ადამიანებს ვატყობთ, რომ უკვე შენელებულია პროცესები, არ აქვთ მოტივაცია, არ არიან პროდუქტიულები. პროდუქტიულობა რას ნიშნავს? მცირე დროში დიდი რაოდენობით ამოცანების შესრულებას გადაწვის გარეშე. ხო, ანუ 1 საათში 5 მეილს ვაგზავნი და ბოლო პერიოდში ვატყობ, რომ უკვე მთელი დღე 5 მეილს ვაგზავნი. არა და იყო დრო, რომ დილას უცებ ვაგზავნიდი. იგივე მეილები არაფერი არ შეცვლა, მაგრამ მე უკვე არაპროდუქტიული ვარ. მესამე გაღიზიანებოდება განწყობის, აი ეს ემოციური რაღაცები, ემოციური სიჩქლუნგი ან ემოციური გაღიზიანება და ხოცავენ თანამშრომლები ერთმანეთს, ყოველ 5 წუთში ვიღაცა ბრაზდება, ფეთქდება, ვინა იყო ჩემი სტეპლერი მაგიდი და ასე შემდეგ. შემდეგი ეს არის ბიულეტენების რაოდენობის გაზრდა. და ბოლოს ეს არის იზოლაცია, როცა ადამიანები საერთოდ აღარ კონტაქტობენ ერთმანეთთან, ზოგჯერ შეიძლება გამარჯვებას კი არ უთხრან ერთმანეთს, ერთ გუნდში მუშაობენ, მაგრამ საერთოდ აღარ, ანუ ადამიანის დანახვა აღარ გინდა. ანუ კვირაში 40 საათს ვისთანაც ატარებ, უბრალოდ დანახვა აღარ გინდა. ანუ იზოლაცია გჭირდება და ანუ საერთოდ ანუ იქ ხარ, გელაპარაკება რაღაც, მაგრამ არ უყურებ, საერთოდ არ გინდა რომ ემოციურ კონტაქტში შეხვიდე, იმიტომ რომ შენი გაგჭირვებია კიდე ხა დაგაინფიციროს ვიღაცამ დამატებით თიმში. ან კომუნიკაცია შეზღუდულია მეილებზეც, აი გვერდზე მიზეს და მეილს წერ რა. ანუ აღარ მინდა კონტაქტი არის. ეს არის ის ინდიკატორები, რომელთაც ფასდება, რომ ორგანიზაციაში უკვე წითელი აინთო, ანუ რაღაც ისე ვერ მიდის და დროა რომ რაღაც ინტერვენციები გაკეთდეს. ბოდიში კითხვა მაქვს, ხო არის შესაძლებელი, რომ იდეაში აი თუნდაც ყველაზე ბოლო, ყველაზე რთული რო ავიღოთ იზოლაცია, სოციალური ინტერესი. ხო. ანუ სამსახურიდან გამოწვეული არ იყოს რა რეალურად იმ ადამიანის სამსახურიდან არ კონტექსტ ეს ყველაფერი გამოწვეული. თუ ერთ ადამიანზე საუბარი კი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დინამიკაა ეგეთი, ანუ რაოდენობრივად 20 ადამიანი მიყავს და 18 ესეთ დღეშია და კითხვა ჩდება, რომ ესე იგი რაღაცა მთლად ინდივიდუალური სპორტი არ არის. ესე იგი გარიდან მოდის, მაგრამ ერთ ადამიანს შეიძლება კონდეს, ხო და ეგეც მენტალური ჯანმრთელობის თემაა და ეხა გავulit როგორ ვეხმარებით. ესეთი ხუმრობა არსებობს, რაც არ უნდა სასაცილო არ იყოს. ადამიანები მიდიან სახლში რომ დაიძინონ, იძინებენ იმისთვის რომ წავიდნენ სამსახურში. სამსახურში კი იმიტომ დადიან რომ უზრუნველყო ფინანსურად ადგილი, სადაც ზინავთ. ცუდად ჟღერს ხო? სასაცილო არ არის. ეს შავი იუმორი, მაღალი ინტელექტის ადამიანებისგან.
ხო, ესეთ რაღაცას ემსგავსება ხოლმე ეს არა ჯანსაღი გარემოში მუშაობა სამწუხაროდ. ეხლა როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო, გადავიდეთ. ხო, პრობლემა დავაიდენტიფიცირეთ, ინდიკატორები გვაქვს, გავიგეთ, რომ კარგი არაფერი არ მოაქვს არა მარტო ორგანიზაციისთვის, არამედ ქვეყნისთვის, არა მომავალი თაობებისთვის, რომლებსაც აღარ უნდათ სამსახურის გაგონება, ტრავმირებულები, სიტყვა ესე ვთქვათ, ტრავმა ტრიგერდებიან, იმიტომ რომ ხო, სამსახური ასოცირდება რაღაც დედა ჩემი ცუდად არის, იმიტომ რომ აღარ შემილია სამსახურში და ბავშვი ავტომატურად იმახსოვრებს, რომ ეს სამსახური არის, რაც დედებს ხდის ცუდად. და რა ვიცი, ხო? ანუ ნაცვლად იმისა, რომ აი რომ უხარი ადამიანს დილა სამსახურში წაასვლა და აი რა ბედნიერი ვარ სამსახურში ახალი პროექტი ჩამაბარეს, ეგეთი რამები ნაკლებად ესმით ხოლმე, ხო? ალბათ, არ ვიცი, შეიძლება ზოგს ესმის, ზოგს არა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აისახება მე მომავალ სამუშაო ძალაზე, რომლებიც პოტენციური ჩვენი ჯენზი და დასაქმებულები არიან, რომლებიც საერთოდ განსხვავებულები არიან და ცუდად მიდის ჩვენი საქმე. ვინც ესე გავიზარდეთ ხელისაწევით. როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო? გვინდა არაყალბი ოღონდ. პირველი, თუ გვინდა მენტალურად ჯანმრთელი ჯანსაღი გარემო შექმნა, ყველაფერი იწყება ფსიქოგანათლებით. რატომ? იმიტომ რომ თუ არ ვიცი რა მჭირს, რა ვმართო, რაც არ ვიცი, იმას ვერ ვმართავ. ანუ ფსიქოგანათლება გვეხმარება, რომ რაღაცას დავარქვათ სახელი, რომ დავარქვა, რომ ეხა ტოქსიკური გარემოა, დავარქვა, რომ ეხა მე ვარ სტრესს დამოკიდებული, დავარქვა, რომ ეხა ვარ სტრესს შეჩვეული. რომ აქვს გადაწვის პირველი ფაზა და წინ მაქვს კიდევ ორი. ანუ სახელის დარქმევის ეტაპში გეხმარება. მე ფსიქოგანათლების კონტექსტში საქართველოში ძალიან კარგი ის არის რაღაცა ტენდენცია. მე აქტიურად მუშაობ სხვა კომპანიებთან, დაიწყო სტრესმედეგობის ტრენინგები და ვორქშოპები 2-3 საათიანი, აი ესეთი საინფორმაციო, რომ მინიმუმ გავიგოთ, რომ რაღაცა ახალი არსებობს, რაღაცეები ახალი პანდემიის შემდგომ არის, რომ რაღაცეები აი თურმე რა ქვია ამას, რა ქვია იმას. ამ სტრესმედეგობის ტრენინგის ფორმატში ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე დიაგნოსტიკას, ჩვენი Psycho Solutions-ი ატარებს ამ ტრენინგებს სხვა კომპანიებთან და არის შემთხვევები, როცა თანამშრომლები მოდიან და ინტერესდებიან და არის სამწუხაროდ შემთხვევები, როცა ორგანიზაციის მენეჯმენტი მართლა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თანამშრომლები უბრალოდ არ მოდიან. დომბის დაკარგვის გამო არის შემთხვევები, როცა პირველ ვორქშოპზე მოდის 3 ადამიანი და მეორე ვორქშოპზე მოდის 15, იმიტომ რომ იმ 3-მა ინფორმაცია გაავრცელა. ეს არის პირველი მიმართულება, საქართველოში კეთდება, ყველა კომპანიაში რა თქმა უნდა არა, მაგრამ ალბათ მოვადრო, რომ სხვა გზა არ გვექნება, იმიტომ რომ ფიზიკურად უბრალოდ ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია, ანუ აპდეიტს ვეძახი, რომ ახალი ინფორმაცია როგორ მართოთ, ახალი სტრესორები, იმიტომ რომ ის სტრესორები 10 წლის წინ მე რო სტაჟიურად დავიწყე მუშაობა და დღევანდელი სამუშაო გარემო სტრესორები ორი სხვადასხვა და იმ მიდგომით, რომელთაც იმ სტრესორებს მართავდი, ეხლა ამას ვერ მართავ, ხო, რაღაცა აპდეიტი მჭირდება, დახმარება. მეორე რეკომენდაციას გვაძლევ, რომ თვითონ მენეჯმენტი და ლიდერშიპი გადავამზადოთ კრიზისების მართვაში. რომ იცოდნენ ამოცნობა კონკრეტული, ანუ სიმპტომების, ანუ უკვე როცა ხალხი ყველა ბიულეტენზე გადავიდა ბოლოს მარტო HR-ი დარჩება ორგანიზაციაში, მაშინ კი არ დაიწყონ ინტერვენცია, არამედ ნიშნებს დააკვირდნენ, პულსზე ხელი ედოთ და იგრძნონ, რომ რაღაცა ინფიცირება ნეგატიურისკენ მიდის, ხო და ხო არ ჯობია, რომ ის ინფიცირებული ადამიანი, ვინც ნეგატიურად არის გადაწვაკ და ავეხმარო და გამოვიყვანო მდგომარეობიდან, რომ მე სხვებსაც არ გადაედოთ, ან იცოდნენ ამოცნობა, სახელის დარქმევა, დროულად რეაგირება, ანუ აღიჭურვენ ფსიქოლოგიური ცოდნით. საბოლოო ჯამში ფსიქოგანათლებას უნდა ახდეს კულტურა, ორგანიზაციული კულტურა, ჯანსაღი არის ესეთი კულტურა, სადაც დესტიგმატიზაცია ხდება მენტალური ჯანმრთელობის საკითხების. ანუ სადაც არ გეუბნებიან, რომ გიჟი ხო არ ხარ, ხო არ გაგიჟდი, ფსიქიატრიულში ხარ მოსახვედრი, ანუ როდესაც ღიად შეიძლება საუბარი, როგორც გადაწვაზე, ასევე ემოციურ სიჩლუნგეზე და არავინ არ დაგცინებს, არავინ არ განგშის, არავინ არ განგკითხავს და ღია გარემოა, რომ ისაუბრო იმაზე, რომ ეხა ფსიქოლოგურად დაიღალე, ან ემოციურად დაჩლუნგდი, ან გადამწვარი ხარ და რესურსი არ გაქვს, ხო? იმიტომ რომ ხშირად ადამიანები ამაზე ღიად ვერ საუბრობენ, ეშინათ სამსახურს დაკარგავენ, იმას იზავენ, ამას იზავენ და საბოლოო ჯამში შედეგი რო დგება, ბოლოს თანამშრომელს ვკარგავთ, ხო? ფაქტობრივად სამუშაო ძალას ვკარგავთ, იმიტომ რომ ადამიანი თუ გადაიწვა, ის სამუშაოს ვეღარ გვისრულებს. დესტიგმატიზაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და საერთაშორისო პრაქტიკები საქართველოში არის სხვადასხვა კომპანიებში პატარა ელემენტები, ერთ-ერთი საერთაშორისო პრაქტიკაა ორგანიზაციებში თანამშრომელთა რესურსების ჯგუფები. როდესაც, ანუ, აი თქვენ ეს თქვით, რომ რაღაცა სივრცეები, სადაც არაფორმალურად, არასამსახურებრივ თემაზე ადამიანებს შეგვიძლია შევიკრიბოთ და ეს კვირაში 40 საათი მეგობარს რო ვერ ვნახულობ და ველოდები რომ 1000-ში ერთხელ ვნახავ მეგობარს, იმ გარემოში რაღაცნაირად გავაზიარო მენტალური ჯანმრთელობის თემებზე ინფორმაციები, რაღაცა მხარდაჭერა, რესურსები, ვინ რას აკეთებს ამისთვის, ვიღაცას ფსიქოლოგი ყავს და გაუზიაროს, ვიღაცას რაღაცა კონკრეტული, არ ვიცი, ვიდეო ნახა და გაუზიაროს, სამუშაო სტრესის და მარტოობის განცდის შემცირებაში და განცდაში, რომ მარტო არ ხარ. ანუ ეს მარტო შენ არ გჭირს.
აი ესეთი ჯგუფები, შეხვედრები, რომელიც ორგანიზაციის მხრიდან არის წახალისებული. ანუ ის კი არა რომ რა შეიკრიბეთ ეხა საჭურაო დაიშალეთ მალე, არამედ პირიქით სივრცის შექმნა, რომ ადამიანს კონდეს სივრცე, რომ რაღაცა უცებ რო ძალიან ცუდად ხარ, გახვიდე ვიღაცასთან ერთად და ჭორაობა კი არ დაერქვას ამას, არამედ სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია რომ უბრალოდ ამოთქვას, ხო, განიავება, ამოთქვას თავისი გაჭირვება, იმიტომ რომ ზოგჯერ ფსიქოთერაპიის დროსაც ადამიანებს მარტო მოსმენაც კი შველით ხოლმე, უბრალოდ რომ ემოციური ვენტილაციას ვეძახით, რომ რა მოიღებ ამ შენს გაჭირვებას, თითქოს იცლები და შეიძლება რაღაცი წაგეშველოს და უკეთესი მდგომარეობა გქონდეს. მაგალითად, კომპანია Google-ს აქვს ესეთი პრაქტიკა, რომ მსგავსი ჯგუფების, რომ mindfulness-ის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ჯგუფები და წევრიანდები და დადიხარ ამ რაღაც workshop-ებზე. Yahoo-ს აქვს მაგალითად ფსიქიკური ჯანმრთელობის რაღაცა workshop-ები. ერთ-ერთ კომპანიას აქვს თანამშრომელთა კეთილდღეობის რაღაცა პროგრამები და სერვისები. ანუ აი რაღაცა პატარ-პატარა რაღაცა შეთავაზებები, ექსტრა შეთავაზებები თანამშრომლებისთვის. მეორე მიმართულება არის work-life balance-ის მხარდაჭერა, როცა ორგანიზაციაში არ ტეხავს დასვენების დღის აღება, არ ტეხავს day off-ის აღება, არ ტეხავს შვებულებაში წასვლა და პირიქით წახალისებულია. მე ვიცი ორგანიზაციების საერთაშორისო დონეზე, სადაც ძალიან დიდი შვებენ შვებულებაში და გეუბნებია რომ ეხლა რომ გატყობ ძალიან ემოციურად გადაღლილი ხარ, იმიტომ რომ მენეჯერი ხვდება რომ რა თქმა უნდა დაღლილი თანამშრომელი სამსახურში სხვებსაც დამიინფიცირებს და ჯობია დაისვენოს, ხო? და შეიძლება ძალიან გაგიშვან შვებულებაში. არა და არ ქონდა დაგეგმილი. შენი ბიუჯეტი თողონ. არის შემთხვევები, როცა უფინანსებენ. დამატებითი შვებულებები ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ეს არის მენტალური ჯანმრთელობის შვებულებები, მე მგონი TBC დაზღვევას ქონდა, 5 დღე მენტალური ჯანმრთელობისთვის, ექსტრა 5 დღეს გაძლევენ 24-ის პლუს 5 დღე. და ჯანსაღი სამოტივაციო პროგრამები, მაგალითად, სპორტული აქტივობები, მედიტაცია, იოგა, არტ-თერაპია და რაღაცები, სადაც შეგვიძლია რომ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციულ სივრცეში, ან ახლობლად რომ დრო არ გაქვს, რომ გახვიდე, გამოხვიდე და ასე შემდეგ, იქვე ადგილზე კონდეს. ასევე არის თანამშრომელთა დახმარების პროგრამები ორგანიზაციებში, ეს საუკეთესო პრაქტიკაა. ოღონდ დახმარება მარტო მენტალურ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული კი არა, მაგალითად თუ გავიგეთ, რომ ოჯახის წევრი ცუდად ყავს ადამიანს და შეიძლება ფინანსური დახმარება იყოს, კრიზისულ სიტუაციებში დახმარება ავტოკატასტროფაში მოყვა და იცი რომ შენი ორგანიზაცია რაღაც ბიუჯეტს ფლობს, რომლითაც დაგასაპორტებს, დაგეხმარება. ანუ მარტო სამსახურებრივ კი არა, პირადი პრობლემების საკითხებშიც როცა გეხმარება ორგანიზაციაში, შეიძლება ბავშვს ყავს დიაგნოზი დაუსვეს და ექიმთან უნდა იარო და შეიძლება დაგიფინანსოს რაღაცა ნაწილი ან დაგასაპორტოს რაღაცით, არ ვიცი. და ასე შემდეგ. მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარება. ანუ რაღაცა სივრცე და პლატფორმა და ბიუჯეტი, რომლითაც HR-ი, ვთქვათ, მართავს ამ პროცესებს, რომ ვიღაცას ვისაც კრიზისული სიტუაცია აქვს, სხვა თანამშრომლებმაც იციან, რომ ამ კომპანიაში მოკლედ რო კვდებოდე გადარჩები, ანუ რაღაცა გვერდში დაგიდგებიან. კი. მე მქონდა ეგეთი გამოცდილება საჯარო სამსახურში ძალიან ადრე, სხვათა შორის მამაჩემს ჰქონდა გულის ინფარქტის მდგომარეობა და ორგანიზაციას ჰქონდა ცალკე თანხა სოციალური მხარდაჭერის და მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგ დროს მინიმალური ანაზღაურება ახლა საჯარო სამსახურებში და რო თანხა ჩაგერიცხა, ნუ პრემია არ ქვია, ოღონდ ერქვა მაშინ სოციალური მხარდაჭერა, პრემია არ ერქვა როგორც მახსოვს. და რო გეხმარებიან, რომ ეს სამედიცინო ხარჯები ცოტათი მაინც შეიმსუბუქო. შემდეგი მიმართულება არის თვითზრუნვის კულტურის ჩამოყალიბება, როდესაც საკუთარ თავზე ზრუნვა აღიქმება არა როგორც ეგოიზმი, არამედ როგორც ნორმალიზებული პროცესი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ დასაქმებულისთვის და მაგალითად თუ ვამბობ, რომ ეხლა შესვენებაზე გავდივარ და 10 წუთი გთხოვთ, რომ არ შემეხმიანოთ, კი არ გეუბნებიან, რომ ეხლა მარტო შენი შესვენებები გამის, არამედ პირიქით წახალისებულია, რომ კი, ჯობია რომ ეხლა შენ რესტარტი გააკეთო, განიტვირთო და 10 წუთის მერე არ არის ეს საჩქარო უფრო პრიორიტეტულია შენი დასვენება ვიდრე რაღაც შეხვედრა პირობითად. ანუ როცა self-care-ი თვითზრუნვა არის როგორც ნორმალიზებული პროცესი ორგანიზაციაში და მენეჯერები და ლიდერები მაგალითს გაძლევენ, რომ მაგალითად break-ზე გასვლით. მე მაგალითად როცა საჯარო სამსახურში მუშაობდი, შესვენებებზე არ გავდიოდი და ვამაყობდი, რომ ახლა რა მაგარი ვარ შესვენებებზეც არ დავდივარ თქო, მე სანამ გადაწვა არ დამემართა და მივხვდი, რომ ყველაფერს საფასურს იხდი და როცა ეს წახალისებულია და შესვენებულად ხო იცოდით, რომ თვითზრუნვა საჭიროა. თეორია 11 წელი ფსიქოლოგია ვისწავლე, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ თერაპიული ჩარევა არ გჭირდება. იმიტომ რომ მუშაობა საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ეს არ არის თეორიული მენტალური პროცესი, ეს არის ემოციური პროცესი. შიდა პროცესია, საკმაოდ მტკივნეული. თეორიულად მარტივი არ გტკივა არაფერი, ფიქრობ. მაგრამ უკვე როცა მზაობა გაქვს, რომ ეს მათ შორის თვითზრუნვის კულტურა ესეთი მარტივი არ არის შენ თავზე ზრუნვა. რომ არც იცი რა ჭირდება შენს ფსიქიკას და სხეულს, არ გვისწავლია. ტელეფონის გამოყენების ინსტრუქცია ვიცით თვრილი ასობით ყველა ენაზე. ძაღლის მოვლის ინსტრუქცია ვიცით, ყველაფრის გაკეთების, მაგრამ საკუთარი ფსიქიკის და სხეულის ინსტრუქცია ჩვენ არ გვისწავლია. საკუთარ თავსაც არ ვიცნობთ, ძალიან ნაკლები. დიახ, ანუ არ ვიცით რა ჭირდება ფსიქიკას, რა ჭირდება სხეულს, ანუ არ გვაქვს ეს განათლება. კი, და თვითზრუნვა არ ნიშნავს, რომ რაც გისწორდება ის გააკეთო.
თვითზრუნვა ნიშნავს, რომ რაც ფსიქიკას და სხეულს ჭირდება, იმას ვაკეთებ იმისთვის, რომ ენერგია გამოიმუშაოს და ვიყო რესურსული და არ გაცვდეს. ცვეთა არის როგორც ფსიქიკის ცვეთა. ფსიქიკის ცვეთა არის, როდესაც ერთ-ერთ ტრენინგზე ვიყავი საერთაშორისოზე და ასაკიანი 85 წლის ფრანგი კაცი იყო და ამბობს, რომ ისო ტანგოზე უნდა დავიწყოს სიარულე და ეს ჩავი ბუტბუტე რაღა დროს ჩემი ტანგოა თქო გავიფიქრე და თან ხმამაღლა გამომივიდა და ესე შემომხედა და როგორც კი იტყვი რომ რაღა დროს ჩემი ეს არის აი ეგ უკვე სიბერეს ნიშნავს არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ 20 წლის ბავშვი თუ ამბობს რომ რაღა დროს ჩემი ინგლისურია всё უკვე ბებერია ეს არის ფსიქოლოგიური სიბერე როცა უკვე რაღა დროს შენი ეს არის ამბობ და ნუ ფიზიკური სიბერე არის სხეულის ცვეთა როცა 40 წლის ხარ და უკვე კუჭი აღარ მუშაობს ისე როგორც ადრე და შესაბამისად ცვეთას უკან ვერ დავაბრუნებთ ხო კუჭის ყული ეს არ ქრება ხო მაქსიმუმ ვიცხოვროთ ამასთან ერთად იმიტომ რომ ძალიან მომხმარებლური დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი ფსიქიკის და სხეულის მიმართ და აი თვითზრუნვას რო გვიან დაიწყებ ვაჩერებთ პროცესს ანუ აღდგენას ვაკეთებ და ვაჩერებთ პროცესს სამუშაო ადგილის პოლიტიკა და პროცედურები HR-ებისთვის, იმიტომ რომ ბიზნეს სტრატეგიებში უკვე ნელ-ნელა შეაქვთ მენტალური ჯანმრთელობა როგორც ერთ-ერთი მიზანი, თუ ქვემიზანი, თუ ქვე მიზანი, მაგრამ შეაქვთ, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ მნიშვნელოვანია გათვალისწინება. ეს შეიძლება იყოს მოქნილი სამუშაო გარემოს პოლიტიკა, რასაც ამბობდი, ხო? მე მთავრად საქმე დავდო და ეხლა შენ 2 საათში მოვალ იქ თუ არ მოვალ, თუ სახლიდან მიმუშავებ თუ ბალიზე წავალ და ბალიდან მიმუშავებ, ხო, გააჩნია რა თქმა უნდა სამუშაოებს, მენტალური ჯანმრთელობის დეი-ოფები, უკავშირის სისტემა თქვენს გეწერა სხვათა შორის. წვდომა რესურსებზე, რომ მაგალითად თუ აღმოვაჩინო დეპრესიული ეპიზოდი მაქვს, რაღაცა წყაროები მქონდა, სადაც შევალ და რაღაცა მოусმენ ვიდეოს ან რაღაც ბუკლეტი იმექნება, რომ რა გავაკეთო მაგ დროს. და ოფისის ერგონომიული დიზაინი, რომ სამუშაო გარემო არ იყოს თეთრი კედლებით. და იყოს ისეთი, რომ იყოს ყვავილები, იყოს რაღაცა გარემო, იმიტომ რომ 40 საათს აქ ვატარებთ მენტალურად ჯანსაღი, რომ რაღაცა ფერები იყოს, ან სავარძელი იყოს ნორმალური, რომ ეს სხეული და ფსიქიკა იყოს რესურსულ მდგომარეობაში. ეხა კლინიკებიც კი იმას გავს ხოლმე, რა ქვია. ვერ იცნობ რო კლინიკაა ზოგიერთი კლინიკა, იმდენად ხო, ფერადი და თუ სადმე სამუშაო გარემო ჯერ კიდევ თეთრ ფერებშია, ესე იგი ფსიქიატრიული კლინიკის პოტენციური ჯერ კიდევ რუხიც იგივეა ალბათ. ხო, ანუ როცა არ არის რა, აი ხა მაგალითად ეს გარემო ხო ვითომ არაფერი, მაგრამ ამ ფერებს, ფორმებს და ამ განათებას ძალიან დიდი როლი აქვს, რომ ეხა არ ჩაგვეძინოს. ანუ მოდუნებაში გვეხმარება და ზოგჯერ ეს კარგი არ არის, მაგრამ ხო. მოქნილი სამუშაო გრაფიკი ვთქვით, დანარჩენს თქვენც ნახავთ, კვლევებსაც ნახავთ, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამების დანერგვამ კომპანიებში გაზომეს და გაზარდა ადამიანების პროდუქტიულობა, ანუ ეს არ არის HR-ზე საუბარი, რომ ვორქშოპს ჩაატარებ და ანუ გაზომილია და კომპანია Google-ში სტრესმედეგობის ტრენინგები დაიწყეს და გაზომეს და წელიწადში თანამშრომლების კეთილდღეობის ქულები 30%-ით გაიზარდა. ანუ მუშაობს. ხო, ვერ დაიჯერებ ხო? პროგრამები მაგალითად ისეთი როგორც არის ენერგიის მართვა, ფიზიკური თვითზრუნვა, ანუ ისეთი ტრენინგები როგორც არის პროფესიული კი არა, მაგალითად კვების რუტინა, იმიტომ რომ არ ვიცით რა ვჭამთ, როგორ ვჭამთ, რატო ვჭამთ, არ გვისწავლია სკოლაში, არც ოჯახში არ გვისწავლია. ფიზიკური თვითზრუნვა, მაგალითად ფიზიკური აქტივობა როგორ შეიძლება რუტინაში შემოვიტანო, იმიტომ რომ ზოგჯერ ვარჯიში არ არის აუცილებელი ჯიმში წავიდეთ, არის ისეთი სხეულებრივი ინტელექტის ტექნიკები, რომელიც შეიძლება ოფისშიც გააკეთო, ადგილზე და არ ჭირდება სადმე გასვლა და 2 საათი. ძილის რუტინის დაცვა, იმიტომ რომ ბევრ ძილს არ აქვს მნიშვნელობა, ხო ხარ? აი ესეთ რაღაცებს უტარებდნენ, ასევე უტარებდნენ სოციალური და ემოციური თვითზრუნვის ტრენინგებს, მენტალური თვითზრუნვის ტრენინგებს, მედიტაცია, მაინდფულნესი, არტ-თერაპია და აი ამ პროგრამამ 30%-ით გაზარდა ერთ წელიწადში კეთილდღეობა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მიმულია პროდუქტიულობაზე. არის ასევე კვლევითი პროექტი, რომელსაც ქვია არისტოტელე, ეს არის კომპანია Google-ის კვლევითი პროექტი, მოკლედ 180-ზე მეტი გუნდი შეისწავლეს, აინტერესებდათ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხალხის პროდუქტიულობაში და ბოლოს მიადგნენ ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. ბევრი სხვა რამე იყო ღირებულებები, ეს აზრისი მთელი ამბავი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გარემო, სადაც მე ვარ, ღია ვარ, რასაც ვფიქრობ, ვამბობ, ემოცია რომ გამოვხატავ და იქ არ ხდება ამ ყველაფრის, ანუ არ მიწევს კვირაში 40 საათი თამაში. საბოლოო ჯამში მიდგომა არის 3 მიმართულებით, პირველი არის მენეჯმენტის გაძლიერება, იმიტომ რომ მენეჯერებისთვის რთულია ამ არაპროდუქტიული თანამშრომლების მართვა და თან ზოგჯერ მენეჯერი თვითონ არის გადამწვარი. მეორე ეს არის HR პოლიტიკა, პროცედურების შემოტანა ახლის, რომელთაც ხელს შეუწყობთ თანამშრომლებს და მესამე არის თანამშრომელთა ჩართულობის პროგრამები, რომ შემოვიტანოთ კულტურა, რომ ნდობა რო არ არის
გავაგებინოთ, რომ არსებობს რაღაცეები. შეიძლება ვიღაცა არ მოვიდეს ამ ტრენინგზე, მაგრამ რო დაინახოს, რომ მისი გვერდზე მჯდომი კარგად არის, ბედნიერია, მხიარულია, ვა, კაცო, რა გჭირსო, ხო, კითხავს და მერე ნელ-ნელა ჩაერთოს, იმიტომ რომ ძალით თანამშრომელს ვერ მოიყვან ტრენინგზე, შედეგი არ გიქნება. თვითონ უნდა მოუნდეს, ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი. და მოკლედ 8 საუკეთესო პრაქტიკა, რაც პრაქტიკის სტუდენტებმა მოიძიეს ინფორმაცია, ძირითადად 8 პუნქტად, მოკლედ კვლევა ჩატარდა, მოკვლევა და ძირითადად 8 საუკეთესო პრაქტიკა გამოიკვეთა, ვისაც გვინდა მენტალურად ჯანსაღი სამუშაო გარემო. პრინციპში რაც ვისაუბრეთ, იმის შეჯამება, პოზიტიური ორგანიზაციული კულტურა, მენტალური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი სერვისები და პროგრამები, მენტალური ჯანმრთელობის კურსები, სამუშაო პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს ამ მენტალურ ჯანმრთელობას და აკრძალული არ არის ჯანსაღი სამუშაო გარემო, ლიდერობის მხარდაჭერა, ანუ გაძლიერება, შედეგების გაზომვა, რომ რამდენად, ანუ შედარებითი ანალიზი, რომ ვთქვათ ამ თვეში რა ჩავარდა, რა როგორი გვაქვს ინდექსი, ანუ ტემპერატურის გაზომვა, ხო, პულსზე ხელისდება, იმიტომ რომ ეს მენტალური ჯანმრთელობა ხო არ არის, რომ გავჯანმრთელდით და всё, ხო? ანუ როგორ ჯანმრთელობა, ხო? კარიესე ხო გვიწევს ხანდახან წმენდაზე წასვლა კბილების, რომ პრევენციულად, ზოგჯერ არაპრევენციულად და სულ ხდება ამის სკრინინგი. და ბოლოს ეს არის ინოვაცია, ანუ მენტალური ჯანმრთელობის კუთხით ტექნოლოგიების შემოტანა. შეიძლება იყოს ანონიმური აპლიკაცია თერაპიული. ან იყოს რაღაცა ვთქვათ, რაღაცა ვიდეო აპლიკაცია, სადაც კონკრეტ დეპრესიაზე, პანიკურ შეტევაზე და ასე შემდეგ ვიდეოებს უყურებს თანამშრომელი. ანუ ტექნოლოგიურად გარემოში ხელმისაწვდომების გაზრდა. ანუ უფრო თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება, იმიტომ რომ ჯენზი ახლა ტრენინგებზე აღარ დადის და ChatGPT-ს ეკითხება რაღაცეებს და ვინც მენეჯერები ვართ და ტრენინგებს უსაზღვრავთ, აღარ მოვლენ ეს. ანუ მათ ჭირდებათ თანამედროვე ტექნოლოგიური გზით მიწოდება ინფორმაციის. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, არსებობს მეგობრებო ISO სტანდარტი, რომელიც ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, ხო არის შრომითი უსაფრთხოება, აქეთური, იქითური, ყველანაირი უსაფრთხოება და ერთ-ერთი არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. საქართველოში რამდენადაც ვიცი, ეს სტანდარტი არ არის დანერგილი. ეს არის 45003-2021-ის აპდეითით და ეს სტანდარტი, ისევე როგორც უსაფრთხოების სტანდარტები არსებობს, ხო, მენეჯმენტის სისტემები, ISO სტანდარტები, ნერგავს ორგანიზაციაში და გაძლევს ISO სტანდარტს, რომ ამ ორგანიზაციაში შენი მენტალური ჯანმრთელობა იქნება ხელშეუხებელი. ანუ თუ ორგანიზაციას ეს სტანდარტი აქვს, თავისუფლად იწყებთ იქ მუშაობას. ჯერჯერობით საქართველოში ეს სტანდარტი არ არის, იმედია ნელ-ნელა დაინერგება ამ სტანდარტის ინტეგრაცია, თუმცა არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად, ეს ISO-ები რო არ იყოს გამოკრული კედლებზე. და სტანდარტი ზუსტად უზრუნველყოფს, რომ აი ეს პოლიტიკა, პროცედურები, HR-მა რო არ იგონონ, არსებობს მზა, ასე ვთქვათ, ფორმები, პროცედურები, მიდგომები, პრაქტიკები და ჩვენ რო ველოსიპედი არ ვიფიქროთ და მოვიგონოთ, გეხმარება ინტეგრაციაში, დანერგვაში, მენეჯმენტის პროცესებში აინტეგრირებ ამ მიდგომებს და ყოველწლიურად კი იცით, რომ ISO გადიხარ აუდიტს, რომ შეინარჩუნო ეს მდგომარეობა და თქვა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ვიზრუნებთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე და თქვა, რომ ხო, მიიზიდო თანამშრომლად, რომ აწი ახლა ICU-ს აღარავინ აღარ აგზავნის და მაქსიმუმ ISO-თ თუ მოიზიდავ, რომ ვიღაცას მოუნდეს პირიქით შენამდე მოსვლა. ხო, იმიტომ რომ თუ მართლა დანერგილია. თქვენ გქონდათ იმის ფუფუნება, ძალიან კაია რაღაც ერთ სივრცეში უშუალოდ როცა კონტაქტობენ მით უმეტეს ტრენერთან და მე არ მიყვარს საერთოდ ონლაინ მოსმენა ესეთი რაღაცების, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც იკარგება, ეს ცოტა შეხვედრა უფრო კარგია. ეხლა დარწმუნებული ვარ, იმდენი რამე ილაპარაკეთ შესვენებაზე, ხო? რომ ჩვენ შოლება არ გვაქვს. მოკლედ, აი ესეთი რაღაც ძალიან ბევრი მე HR-ი გახლავართ ჩვენი ორგანიზაციის. კი ბატონო. არის აი რაზედაც ვფიქრობთ ეს თანამშრომლების პიროვნული მენტალური ჯანმრთელობა ზოგადად განაპირობებს ხადია ორგანიზაციულ უსაფრთხოებას და ასე ვთქვათ ორგანიზაციის ჯანმრთელი გარემოს შექმნას ორგანიზაციაში. ერთი ასეთი კითხვა მაქვს, შეიძლება არ უნდა ვსვამდე ასეთ კითხვას, პასუხიც მაქვს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში მიმართავენ HR-ს, ყველა რა თქმა უნდა. თელმა პანდემიამ HR-ის კისერზე, HR-ების კისერზე გადაიარა, ხო? მე როგორც ვიცი, საკმაოდ. ბატონო, ხო, ზოგადად ყველა ესეთი ესა HR-თან HR-ის კისერზე გადადის ბუნებრივია. ყოველ შემთხვევაში მოსმენის თვალსაზრისით ბევრ რაღაცას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ რესურსი არ არის. აი როცა არ არის რესურსი და ჩვენ გვაქვს ასე მოცემულობა, რომ არ არის თლად, ასე ვთქვათ,
კარგი გამართული სამუშაო გარემო. არის რაღაც პრობლემები, არ მინდა ეხლა დეტალებზე როგორც შობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბევრი ადამიანი ზის ერთ სივრცეში, არის მეორადი ოთახი, ნუ წინ არდერეფანია. აი ასეთ შემთხვევაში არ არის სხვა შესაძლებლობა ეს ადამიანები გადავიყვანოთ სხვა სივრცეში. ფანჯრებს ვერ ვაღებთ, იმიტომ რომ რაღაც. აი რა შეიძლება გავაკეთოთ ამ დროს? არ არის რესურსი, არ არის ადგილი, აი რა გავაკეთოთ? მე აი როდესაც სტრესმედეგობის ტრენინგს როცა გავდივართ ხოლმე იქ გავდივართ აი ამ პატარ-პატარა ტექნიკებს რა განტვირთვის მათ შორის სხეულის ანუ გასვლა არ ჭირდება ზოგჯერ რაღაცების გაკეთებას თვითონ HR-მა რომ რამე გააკეთოს ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ რომ წაახალისოთ ეს თვითზრუნვის კულტურა და ტექნიკები და ფსიქოგანათლება მისცეთ მაგრამ თვითონ ადამიანს თვითონ თუ უნდა რომ აი ეხა მაგ ლოგიკით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები რომლებიც 24 შვიდზე ღამის მენაში ან ავადმყოფს ან გარდაცვალს ემუშავებიან მაშინ საერთოდ არ უნდა არსებობდნენ ხო ესე იგი პრობლემა იმაში კი არ არის რომ ეგეთი გარემოა არამედ პრობლემა ისე რომ ამ გარემოში კიდე უფრო მეტი რესურსი ჭირდება ჩვენ ფსიქიკას და სხეულს და რაღაცა ტექნიკები გვჭირდება რომ ენერგიაც ჩავასხათ ესეთი პატარ-პატარა ტექნიკების კულტურა არის ერთადერთი HR-ები რაც საკეთებენ ხოლმე აი რესურსული რაც არის შეიძლება პატარ-პატარა გაიდლაინებს საკეთებენ ხოლმე ბუკლეტებს ვეძახით სადაც აი ძალიან მოკლე და ლაკონურად არის აღწერილი რომ თქვა კვების რაღაც ელემენტები რაც არ გვაქვს ჩვენ ასწავლი სასკოლო განათლებაში რაც ენერგიის გამომუშავებას ხელს უწყობს მაგალითად ან რაღაცა პატარ-პატარა ფიზიკური აქტივობის რაღაც ტექნიკების ვორქშოპი შეიძლება გაკეთდეს შიდა რესურსით შეიძლება ანუ HR-ებს ხო საქმე გაკლიათ და დაიმატოთ და დამატებით პატარ-პატარა ვორქშოპები ჩაატაროთ აი უშუალოდ მენტალური ჯანმრთელობის თემაზე რაღაცა გააზიაროთ რომ აი ესეთი პატარ ფიზიკური ტექნიკები არსებობს ქეთი ჟუანია ტაისონი არის სხეულის ინტელექტის სპეციალისტი და იმ დროს ანუ მარტივ რაღაცებს აი არ ჭირდება ჯიმში წასვლა გამოცვლა გადავლება და ასე შემდეგ აი მარტივი ტექნიკები არსებობს სარელაქსაციო იაკობსონის ტექნიკა მაგალითად რომელიც კუნთების მოჭიმვა გახსნას აკეთებს და განტვირთვა ხდება კორტიზოლის აი რაღაცა ესეთი მარტივი რაღაცებისგან შეიძლება აი წახალისება მოხდეს თვითზრუნვის პლუს შესვენებებზე გასვლის წახალისება ფეხით სიარულის წახალისება თუ არის მაგალითად შეხვედრა თქვათ ერთ ადამიანთან შეიძლება პრობლემა არ არის შეთავაზო რომ მოდი ფეხით გავიარ და თან ვილაპარაკოთ ამ თემაზე რომ ოფისში სულ არ ვიყოთ ერთ ადგილას აი ესეთი რაღაცა ჯანსაღი მენტალური ჯანმრთელობის ცხოვრების წესის წახალისება პატარ-პატარა რაღაცებით რეალურად რო ნახოთ მართლა პატარა რაღაცებში არაფერი განსაკუთრებული არ არის რო ნახავთ ტრენინგს ხოლმე ან როგონიათ ყველას რომ რაღაცა განსაკუთრებული უნდა გავაკეთო მენტალური ჯანმრთელობისთვის არა ესე მცირე დეტალებია ხოლმე რაც ყოველდღიურობაში რო შემოდის აჯანსაღებს სისტემას თორე შვებულებაში ახლა ერთხელ რომ მიდიხარ 6 თვეში ერთხელ და მალდივებზე არ ყოფნის, ანუ სისტემისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. სისტემას უნდა ყოველდღიურ რუტინაში გადახალისება რესტარტი. აი კომპიუტერიც კი თავის ირესტარტებს ხოლმე ხანდახან, როცა პატრონი არ არესტარტებს, ხო? ხვდება რომ მენეჯერი არ აპირებს და თვითონ ირესტარტებს ხოლმე თავს. ამიტომ პირველ რიგში არის ფსიქოგანათლება, პატარა ვორქშოპების გაკეთება, ვიდეოები ხელმისაწვდომია მათ შორის. ზოგჯერ ადამიანებს ეზარებათ ხოლმე და შეიძლება ადამიანისგან მოსმენა ერჩივნოთ. გაზიარება ის რაც გქონდათ პრაქტიკები მცირე ჯგუფების შექმნა სადაც ვაზიარებთ რომ აი შენ რას აკეთებ ამისთვის შენ სტრეს როგორ იხსნი შენ სტრეს როგორ იხსნი რომ რაღაც შეიძლება მე არც მომაფიქრდეს რაღაცა და კოლეგისგან დავამუღამო რომ ეხო მაგაზე არ მიფიქრია რომ ეგ გავაკეთო მაგალითად სტრესის ბურთები მოვიტანე სამშაო გარემოში ის რო არის რომ სტრესი გადაგაქ იმიტომ რომ ფეხზე რო ვერ დგები ხელის მოძრაობით გადაგაქ ამ ტყლარწები აი რაღაც ესეთი პატარ-პატარა დეტალები ვიღაცისთვის შეიძლება სტრესის მოხსნის საშუალება იყოს, ვიღაც არც მოაფიქრდეს და გააზიაროს. წყლის მიღების რუტინა საბაზისო. აი ესეთი დეტალების. ანუ სულ არის 4 ძირითადი მიმართულება, რაზეც ვჭირდება ფსიქოგანათლება, ეს არის ემოციური ენერგიის მართვა, ემოციური თვითზრუნვა, ანუ ემოციური ტექნიკები. და ამის მართვა შეიძლება 5 შეგრძნების ორგანოთი, იმიტომ რომ 5 შეგრძნებით შემოდის ხო ტრიგერები, ეს არის სმენა, ყნოსვა, გემოვნება, მხედველობა და შეხება. და აი ამ 5 შეგრძნების ორგანოთი, აი me time-ს ეძახიან ამერიკელები, ჩემი დრო. დღეში 10 წუთი, მარტო ჩემ თავს უთმობ ამ 5 შეგრძნების ორგანოთი, რომ ტვინში რამე პოზიტიური შეუშვა, იმიტომ რომ მთელი დღე ნეგატიური შედის, ხო? თქვათ გემოვნებით შეიძლება იყოს რაღაცა უშაქრო, ტკბილეულია ხოლმე საწუწნი კამფეტები, რომ პერიოდულად გემოვნების რეცეპტორები ცოტა დავასვენო. მხედველობის რეცეპტორებით შეიძლება იყოს, რა ვიცი, მოგზაურობის ფოტოების დათვალიერება, რა ვიცი, ნებისმიერ YouTube-ზე რო შეხვიდეთ იტალიაში თუ გინდა მოგზაურობა, ჩართა უყურე იმ მოგზაურებ.
ანუ თვალს წყალი დაალევინო თქვათ, ხო? აი არ ვაკეთებთ რაღაცებს. ერთადერთი როგორც HR-ს რაც შემიძლია გითხრათ, ძალიანაც რომ მოინდომოს HR-მა, რომ ხელი შეუწყოს თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობას, თუ თვითონ თანამშრომლებს არ აქვთ ცნობიერება ამაღლებული და თვითონ არ უნდათ, აზრი არ აქვს. თვითონ უნდა მოუნდეთ. ამიტომ პირველი ეტაპი როგორ მოვანდომო? ჩემი კითხვა იცით უფრო რაში მდგომარეობდა, აი ფიზიკური გარემო არის ცოტა დაზიანებული, ანუ ეს ბევრი ადამიანის ჯლომა ერთ სივრცეში, აი რაღაც ვენტილაციის სისტემა რაღაც, აი ეს პრობლემა უფრო ვიდრე ადამიანთა რაღაცა კომუნიკაციის. ანუ ნახეთ რის თქმას ვაპირებ, არის კომპანიები, სადაც ფიზიკური გარემოს პრობლემა არ არის და იგივე ხარისხის სტრესია, როგორც თქვენ კომპანიაში, თქვენს ორგანიზაციაში. მიხვდით რის თქმა მინდა? ანუ ფიზიკური გარემო ავტომატურად არ განაპირობებს მენტალურ ჯანმრთელობას. ეს არის მიბმული იმ კონკრეტულ ადამიანზე, მე გადავწყვიტე, რომ ამ სამუშაო გარემოში უნდა ვიზრუნო ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომ დღის ბოლოს შემჩეს დრო და ენერგია, რომ გავაგრძელო მეორე ნაწილიც ხო აქვს ცხოვრებას. რო აღარ გვახსოვს, ზოგს აღარ გვახსოვს, ხო, მეორე ნაწილი რო არსებობს. პირად ცხოვრებას გულისხმობ. ისე შემომხედეთ, რომ ანუ იქ ხო უნდა შეგრჩეს რესურსი დღის განმავლობაში ხო ხარჯავ და იქაც უნდა გაყვეს, ხო, რომ გააგრძელო ის. და ზოგჯერ არის იდეალური გარემო აქვს თანამშრომლებს, მაგრამ სტრესი მაღალია, ბურნაუთია და არის არაიდეალური გარემო აქვს, მაგრამ ბურნაუთი არ აქვს. მე მაგალითად მინახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ტრენინგზე, რომელსაც არ აქვს გადაწვა მაგალითად და რო შეხედავთ, ჩემზე კარგად გამოიყურება. კითხვა რომ დავსვი რომ რას აკეთებ ესეც, ანუ ყოველდღიურ რუტინაში აქვს ინტეგრირებული წყლის მიღების რუტინა, ჯანსაღი კვების რუტინა, ფიზიკური აქტიური, ანუ კიბეზე ყოველთვის ფეხით ადის, არასდროს არ იყენებს ლიფტს. კორტიზოლის ხარჯვის რუტინა, ბედნიერების ჰორმონების გამოშვების რუტინა და ადამიანი, რა ვიცი, 24 შვიდზე ან გარდაცვლილს უყურებს, ან ავად მყოფს, უსმენს, ეხება. მაგრამ ჯანსაღია. ანუ არ ვიცი რამდენად სწორად ხსნი. ანუ მაინც მივდივართ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებამდე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგჯერ ადამიანები ვამბობთ, რომ არ გვინდა სტრესი და ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ არაცნობიერად უბრალოდ შეიძლება ვიყოთ სტრეს დამოკიდებულები და სტრესის ტრენინგზე არ მივდიოდეთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცით სტრესის გარეშე როგორია ცხოვრება. არ ვიცით, აი შვიდად როგორ ვიმუშაო, აი არ ვიცით. ვიცით მარტო ეს ცეცხლი რო ვიკიდია. ჩვენი ბრალი არ არის, იმიტომ რომ ესე გადაურჩით. და დღეს არის კვლევები, რომ სტრესში მყოფი ადამიანები ნაკლებად პროდუქტიულია, ვიდრე რესურსულ მდგომარეობაში. ანუ ვინც დასვენების სწორ ტექნიკებს იყენებს. დასვენების სწორი ტექნიკა არ ნიშნავს, რომ 2 საათი წავიდე და რაღაცები ვქნა. არა, შეიძლება მე 10 წუთი გავიდე და სწორად დავისვენო და ბევრად რესურსული ვიყო და ვიღაცა თქვენი თანამშრომელი 2 კვირა შუებლებაში გავუშვათ და დაღლილი დაგიბრუნდეთ. ანუ რაოდენობას დღეების არ აქვს მნიშვნელობა. უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს რესურსს. და პლუს რადგან სამუშაო გარემო კვირაში 40 საათი ესეთია, მაშინ კიდევ უფრო მეტი პასუხისგებლობა აქვს იმ ადამიანს, ვინც თქვენ სამუშაო გარემოში მუშაობს, თავის მიმართ პირველ რიგში, რომ თუ მე ამ ეტაპზე ვირჩევ ამ სამუშაო გარემოს, იმიტომ რომ ზოგჯერ ხო არის, რომ ანუ ძალით ხო გვაბავენ, ხო? ანუ ავირჩე ეს სამუშაო გარემო, ანუ მე თუ სასწრაფოში ვირჩევ მუშაობას. ანუ მე ვეუბნები ჩემს რომ ესე იგი, მე კიდევ უფრო მეტად უნდა ვიზრუნო ჩემ ფსიქიკაზე და სხეულზე, იმიტომ რომ გარემო ამაში ხელს არ მიწყობს, პირიქით მიშლის. ამიტომ დამატებითი დრო რაც არის, ექსტრა დრო, არ ვიცი, სამუშაოს მერე შესვენების დროები მაქსიმალურად უნდა იყოს სწორი დასვენების ტექნიკებით შევსებული. პრობლემა რა არის? სამუშაო გარემო ხო ესეთია? და კიდევ ამატებთ. ანუ ისედაც ხო ფსიქიკა სტრესშია, იმიტომ რომ გარემო არ არის, ხო, ხელშემწყობი ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში არ არის ეფექტური და კიდე იმის ნაცვლად რომ შეუმსუბუქოთ, კიდე ჟანგბადი არ არის. პლუს ჟანგბადი ნომერ პირველი, ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასვლა აუცილებლად ჟანგბადი. ანუ სხეულს რა ჭირდება ფუნქციონირებისთვის, ეს არის ჟანგბადი, წყალი, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი საკვები და ძილი. ეს 5 თუ არ არის, მაშინ, რავი, თუ გინდა რაც გინდა ვაკეთოთ, სხეული უფუნქციოა და სხეულის ერთ-ერთი ნაწილი ტვინი არის ჩვენი ფსიქიკის საცხოვრებელი ადგილი. აქ ცხოვრობს ჩვენი ფსიქიკა და თუ საცხოვრებელი ადგილი დალაგებული არ არის, ფსიქიკაც თლად კომფორტულად არ გზნობს თავს. ამიტომ პირველი რაც უნდა ვთქვა, ერთი არის, რომ თანამშრომლებს მოვანდომოთ self-care-ი, თვითზრუნვა, ეს შეიძლება სხვადასხვა შეხვედრებით, ვორქშოპებით, მაგალითებით, გაზიარება მოხდეს ამ ტექნიკების, რომ წამოდი ჟანგბადზე გავიდეთ, ჩავისუნთქოთ, ხუმრობთ ხოლმე. ჟანგბადის დოზა გვაქვს, მისაღები და გავდივართ, რომ არის შენობები, სადაც ჟანგბადი საერთოდ არ არის, ვიცი, საჯარო სამსახურები, სადაც მეც ვიმუშავე. ანუ ისე არის აშენებული, რომ ფიზიკურად თუ ჟანგბადი არ არის ზამთარში, საერთოდ ფეხები გაგიყინებათ, იმიტომ რომ იატაკია ისეთი, რომ გათბობა არ აქვს და სტანდარტით დრეს კოდით უნდა გეცვათ არაჩექმა.
პლუს. ანუ ესეთი შემთხვევებიც არის. ადამიანების мотиваციაზე ძალიან მოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს არის მთელი ახალი ნაყოფიერებაზე, мотиваციაზე. ეხა აქეთკენ მიდის მთელი ორგანიზაციული ფსიქოლოგია, რომ კი, ანუ საფასურს აუცილებლად ვიხდით. ანუ ესე უფასოდ არ აგვაქვს ეს ყველაფერი. ანუ რაღაცას თუ ესე ვაკეთებ ჩვენი სხეულის და ფსიქიკის წინააღმდეგ, ამაში აუცილებლად გადავიხდით რაღაცით, ხო? ეს იქნება ქრონიკული დაავადებებით თუ ეს იქნება ფსიქიკური მენტალური ჯანმრთელობის. ანუ აუცილებლად გადაგვახდევინებს ის ვიღაც არ ვიცი, სადღაც. იმიტომ რომ ანუ არ შეიძლება საკუთარი სხეულის და ფსიქიკის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება. იმიტომ რომ ცვეთადია სხეული და ფსიქიკა, ადამიანები ზოგჯერ უფრო მეტად, მათ შორის თქვენი თანამშრომლები, შეიძლება უფრო მეტად უფრთხილდებოდნენ საკუთარ iPhone ტელეფონს, საკუთარ ლეპტოპს, საკუთარ მანქანას, საკუთარ ძაღლს. მაგალითად არიან ადამიანები საკუთარ ძაღლს ისე უფრთხილდებიან, ზედმეტს არაფერს არ ჭირდებიან, ისე რომ საკუთარ თავს უფრთხილდებოდეს, მენტალური ჯანმრთელობა ექნებოდა. ანუ ძაღლზე უკეთეს. კარგად იქნებოდა, კი. მაგრამ ანუ ჩვენ არ გვაქვს ეს საკუთარ თავზე ზრუნვის კულტურა, თითქოს ეს ეგოიზმთან ასოცირდება, ამიტომ აქედან ვიწყებთ, რომ ეს არის ნორმალური კი არა, პასუხისმგებლობაა, რომ თვითონ ადამიანმა მით უმეტეს თუ არ მაქვს კომფორტული გარემო, მე რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ანუ ორი ვარიანტია. ან ვამბობ, რომ მე მაქვს სამსახურში არაკომფორტული გარემო და ამ გარემოში რადგან მუშაობ, აზრი არ აქვს, სხვა არაფერს დანარჩენს და ბოლომდე ბარემ ბარემ სტრესში ვარ და ბარემ ბოლომდე დავიმატებ, რასაც ხშირად აკეთებენ. რომ რა აზრი აქვს სამსახურში თუ ესეთი გარემო მაქვს ტექნიკების დანერგვას. როგორ არა აქვს აზრი, რეგრესს აჩერებს და მეორე ვარიანტია რომ კი ბატონო, რადგან ამ ეტაპზე მე ვირჩევ ამ სამსახურს სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ესე იგი ცოტა მეტი რესურსი მჭირდება და აბა ეხლა დავიწყოთ მოძიება, როგორ ჩავასხა სისტემაში ენერგია, რომ ცვეთაში არ წავიდეს სხეული და ფსიქიკა. ამას ირჩევს რიგით თანამშრომელი სამწუხაროდ. თქვენ თუ რამე შეგიძლიათ, ეს არის აი საინფორმაციო შეხვედრები, მხარდამჭერი გარემო და არ ტეხავდეს თვითზრუნვა. იმიტომ რომ არის ორგანიზაცია, სადაც რო გადიხარ შესვენებაზე, ტეხავს. არის ორგანიზაცია, სადაც მაგარი ტიპი ხარ, რაც უფრო დაკავებული ხარ და 8 საათამდე ხარ, მაგარი ტიპი ხარ. ამ დროს გამონაკლისები არის ზოგჯერ, ბევრი საქმე, იმიტომ რომ ზოგჯერ 5 კაცი საქმეს ვაკეთებდი, ზოგჯერ და 8 საათი კი არა, მაგ გამონაკლის არ ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ ვინც გვიანობამდე რჩება, კითხვა ჩდება საერთოდ საერთაშორისო კომპანიებში, კომპეტენტური ხარ? იმიტომ რომ შენ თუ კარგი მცხოველი ხარ, 8 საათი არ გჭირდება უცებ აცხობ. პროფესიონალი მაგიტო გაქვს, რომ სწრაფად გიკეთდება, თორე სტაჟიორს შეიძლება მაგიტო ვთქვი, რომ როცა მე ხა 5 ადამიანის შტატში 5 ადამიანის საქმეს ვაკეთებ, იმიტომ რომ უბრალოდ კომპანია არ მინდა რომ გაჩერდეს, რა თქმა უნდა, მან მეტი დრო მჭირდება, მაგრამ თუ მე ამას ვირჩევ, რომ მე ოკეი, სამაგიეროდ 5 პროფესია მაქვს, საჯარო სამსახურმა რაც მომცა, 5 რაღაცის ექსპერტი ვარ. იმიტომ რომ თუ მე ვითავსებ პროექტის მენეჯმენტს, ვითავსებ policy making-ს, ვითავსებ ხარისხის მართვას, თან ტრენერი ვარ და თან მენეჯერი ვარ. მან რა თქმა უნდა ვჩები სამუშაო დღის ბოლოს, მაგრამ მე ვამბობ, რომ თუ 5 კაცის საქმეს ვაკეთებ, ესე იგი 5 კაცის ენერგია მჭირდება. და საიდან მომაქვს ეს ენერგია? მინიმუმ ბურგერებს არ შევჭამ შესვენებაზე და საკვებს ცილას და ჯანსაღ საკვებს წავიღებ კონტეინერში, რომ მინიმუმ სხეულს მივცე ნივთიერებები, რომ ეს ენერგია გამოიმუშაოს, ხო ეხა სხეულის ენერგია, ფიზიკური ენერგია. როგორ ის საკვები კონტეინერით მოამზადო და წაიღო? მე 6 კაცის. მენტალურ ჯანმრთელობაში არის ეგეთი ფრაზა, რომ ის დრო, რასაც ჩვენ ზოგავთ მაგ კონტეინერის მომზადებაში, მე გვეხარჯება ექიმებთან სიარულში. და მე ექიმებთან რომ მივდივართ და დიდ იმას რო დაგვიწერენ, რომ ეს დალია, ის დალია, ის დალია, ის დალია. თუ გახსოვთ რომ მოგცემს ექიმი დანიშნულებას, პირველი რას გეუბნებათ? ჭამის წინ და ჭამის შენ. არა. სტრესი შეამცირებელ. მთლად ეგრე არ გეუბნება, მაგრამ ესე გეუბნება, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. იმიტომ რომ თუ ნერვიულობის სისტემა და სტრესშია, იქ მედიკამენტები გინ დაგვილევია, გინ არა. იმიტომ რომ სისტემაში სტრესი აზიანებს იმუნიტეტს, დაზიანებული იმუნიტეტის ფონზე C ვიტამინს მიიღებ თუ კიდე რაღაცებს მიიღებ. ანუ აქედან ანგრევ და იქიდან აშენებ და თან ანგრევ, თან აშენებ და სისტემა არ მუშაობს. ამიტომ არის მედიკამენტების დალევას ყველა ადამიანზე გავლენა არ აქვს. ამიტომ არის ჯერ სისტემა უნდა დავამშვიდო, რომ კორტიზოლი დავხარჯო და საშიში არის მაშინ, როცა არ ვხარჯავთ. და არ ვხარჯავთ, იმიტომ რომ ჯდომარე ვართ და მსხდომარე სულ. და ჩვენი ბებია-ბაბუები ქსოვდნენ, კარგავდნენ, სულ რაღაცებს ფაციფუცობდნენ, ჭრიდნენ, კერავდნენ, მიწასთან მუშაობდნენ, ყვავილებს უვლიდნენ. მივხვდით და ჩვენ ფეხით არ დავდივართ, იმიტომ რომ სკროლია, მანქანა, ლიფტი, სარეცხს ჩვენ არ ვრიცხავთ, სარეცხის მანქანა, ჭუჭას ჩვენ არ ვრიცხავთ, ჭუჭლის სარეცხის მანქანა, კიდე რა ვიცი, ბავშვებს ჩვენ არ ვზდით, არ ვხუმრობ. ბავშვებს ჩვენ. ძიძა.
ძიძა. ანუ ყველაფერი გახდა ავტომატიზებული, ფიზიკური აქტივობა შემცირდა, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველი მაგით დაწყება. ხო ჭირდებოდა ამ ყველაფერს თავის დროზე, აი წინა საუკუნეში სარეცხი ხელით ირეცხებოდა, ჭურჭელი ხელით ირეცხებოდა. ფიზიკური ენერგია და მაშინაც ხო იყო სტრესები და ესეთი სამსახური. თუ ახლა 5 ტონა რაღაცას ვეზიდებით, ეგ რა თქმა უნდა, სხეულისთვის არა შესაბამისი, მაგრამ ფიზიკური აქტივობა, მიწასთან მუშაობა, შეშის შეხვა და ასე შემდეგ, აი რაღაცები რაც არ არის ზედმეტი დატვირთვით, პირიქით კორტიზოლის ხარჯვაში ეხმარება ადამიანს. განტვირთვაში. აბა ჩვენ ბებიაბაბუების დროს სად იყო ეს ფსიქოთერაპია და კიდე რა ვიცი, დეპრესია და პანიკა. მაშინ ხო არ იყო პანიკური შეწყვეტა. სოფლები რომ მოვიაროთ, მოდი ვთქვათ, რომ ის გლეხები, ვინც ფიზიკურად აქტიურები არიან, რა ვიცი, შეიძლება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა იმათ არ აქვს, მაგრამ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ხო, ამიტომ მანდაც არის ზომიერება, ხო, რომ დატვირთვას ხეულს თავისი აქვს. ხა ჩემი ხერხემალი რა ვერ აიტანს ბევრ რამეს, იმიტომ რომ უკვე დაზიანებულია, მაშინ როცა შენც არ შეგიძლია ფეხი ქონდა მოტეხი. ანუ უნდა ვიცოდე ხო? მაგიტომ არის აი საკუთარ თავს არ ვიცნობ რომ ამბობ. ანუ მე თუ არ ვიცი ხა ჩემ ხერხემალს რა შეიძლება რა ვიღაცა მითხრა პილატესზე წადიო. ყველასთვის ხო არ არის ეს პილატესი, ვიღაცას ეხმარება, ვიღაცისთვის არ არის, იმიტომ რომ კონკრეტულ კუნთებზე მუშაობს. ვიღაცას იოგა ამშვიდებს, ვიღაცას გაგიჟებს. ხო ესეა. ამიტომ არის რომ ზუსტად ვიცოდე რა ფსიქოტიპი ვარ და რა ჭირდება ჩემ ფსიქიკას და სხეულს და არა იმან მითხრა რომ ისა ღრმადი სუნთქე და დავიწყე სუნთქვა დავნევროზდი. მედიტაცია ხო ყველასთვის არ არის. მედიტაცია რა შეობა სისტემას თიშავს და ის დაბლოკილი ემოციები ყველაფერი რაც არის ნელა იწყებს კონტაქტზე გამოსვლას. შეიძლება პირიქით უარესი იყოს ვიღაცისთვის. ამიტომ არსებობს აქტიური მედიტაციები, სადაც მდუმარებაში არ ხარ და პირიქით გამოგაკ კათარზისი გაქვს, ხო? დინამიური მედიტაცია, კუნდალინი. ანუ ამიტომ არის რომ არ ვიცით. თორე არის ტექნიკები, რომლითაც აი მათ შორის კუნდალინი სახშიც კეთდება, ხა საღამოობით თუ ვარჯიშზე ვერ ვასწრებ დღის განმავლობაში წასვლას რო არ დავიძინო კორტიზოლით, კუნდალინი კეთდება სახშიც. იმას ეძახი აი ცხოველებიც აკეთებენ. ანუ შეფერთხვა ქვია. ხო 5 თუ 10 წუთი უბრალოდ აი ესეთ გახარ და ფერთხვას აკეთებ, რომ კუნთებიდან ეს რაღაცა მთელი ეს შენი კორტიზოლი დატენილი რაც არის კუნთებში გაჭრილი. ყველაფრის მიზეზი კორტიზოლი ყოფილა. დიახ. თავარი ჰორმონი კორტიზოლის გამოყოფა ატრიგერებს წითელზე თით საჭერს 30-მდე სხვა ჰორმონს. ოღონდ კორტიზოლი თვითონ პრობლემა არ არის, კორტიზოლი დილას რო არ გამოიყოს, არ გავიღვიძებდით. ანუ კომაში მყოფი ადამიანი ხარ. ანუ ეგ თავს მთლიანად სისტემას. პრობლემა ისე რომ ხარჯვას არ ვაკეთებთ და აკლემივით ვიგროვებთ და მერე შვებულებაში გვინდა. ბავშვებს რო გავზდით, მერე დავხარჯავთ, მერე შვილიშვილები რო დაოჯახდებიან, მერე შვილთაშვილები და ახლა გეხარ 90 წლის და დაგროვილი 90 წლის კორტიზოლი მიდი აბა ეხა. სადღა გადაყრი, ვეღარსად ვეღარ გადაყრი, სხეულშია წასული, ხო, იმიტომ რომ როცა კორტიზოლს არ ვხარჯავთ, როგორ უნდა მივხვდეთ, ფიზიკური სიმძიმეს გრძნობთ. აი თითქოს ლოდები გაქვს კუნთების ნაცვლად და როცა აი ვინც ფიზიკურად აქტიური ხართ და ვარჯიშობთ, სიმსუბუქე გაქვს, აი ჰაერში, დაფრია, ფრთები გაგამო. ესე იგი არასწორი ფიზიკური აქტივობა არის შერჩეული, ან ძალიან დიდი დოზით არის დაგროვილი ეს ემოციური ბლოკები ბევრია და სხვა ფსიქოთერაპიული ჩარევით ეს უნდა გამოუშვათ, რომ სხეული მოკლედ შეიძლება უფრო რთული იყოს რა ამ ყველაფრის ფიზიკური აქტივობით გამოშვება და ჯობია თერაპიულად დამუშავდეს, რომ მერე სხეულმაც, იმიტომ რომ ყველაფერი სხეულშია გაჭედილი და ერთიანად რო გამოუშვა, შეიძლება გავგიჟდეთ და ჭირდება, ანუ გიცავს რა და არ უშვებს და ვეხმარებით თერაპიულად. ხო არსებობს აი ალბათ იქნება აი ყველაზე ეკოლოგიური ტექნიკები, რომელიც შეიძლება ინდივიდუალურია ძალიან. ყვებაც კი ინდივიდუალურია. ვიღაცას დიაბეტი აქვს და რო ვეუბნები შავი შოკოლადი შეჭამა ერთი ფილა ენდორფინია თქო, მეუბნება რომ ჩემთვის ეს არ შეიძლება. ყველაზე ჯანსაღად ალბათ დიაბეტიკები იკვებებიან, იმიტომ რომ ალბათ ამიტომ ძალიან ინდივიდუალური, აი თავიდან ბოლომდე მენტალური ისეთი ინდივიდუალური სპორტია, რომ აი რო დაწერო რაღაცა და შე რო გამოკეთდე, იგივე რაღაცამ შეიძლება გააგიჟოს მეორე ადამიანი. მაგალითად, ჩვენზე მედიტაცია მუშაობს, მაგალითად, მასაჟი პირობითად. აი თქვენ, ვინც ახლა საჯარო სამსახურში ხართ, ფიზიკური სხეულებრივი მასაჟი. ხშირად ამბობენ, რომ სხეულებრივი მასაჟი არის ფუფუნება. რეალურად ფუფუნება არ არის, იმიტომ რომ ოღონდ იმ მასაჟს არ გულისხმობ აი ხელებს რო გითათუნებენ და არა. ეგ გაგაგიჟებს, ხო, კორტიზოლით რო ხარ გატენილი, შეიძლება დანევროზდე ამ ხელების, ხო? ანუ ადრე იყო ხოლმე, აი სამკურნალო მასაჟი, ფიზიკური სპორტულ მასაჟსაც ეძახენ, არის უმტკივნეულესი პროცესი, ცოტა სვეტკურად, ინგლისურად ქვია body work-ი, საზღვარგარეთ ძალიან ცნობილია, იხდით თანხას, მიდიხარ body works ეძახიან. კონკრეტული წერტილების ჩაჭერა ხდება, არის უმტკივნეულესი პროცესი, მაგაზე დიდი ტკივილი არაფერი არ არსებობს, პროცესი შეიძლება ყვიროდე ღრიალებდე კიდეც იმდენად გტკივილდეს, მაგრამ გამოტანა ხდება მთელი სხეულიდან იმ ემოციური ნაგვის, რომელიც გაჭედილია ამდენი ხანი, ხო? ეხლა ყოველდღურად რო არ ვყრით,
ერთიანად თუ გვინდა მწარეა. და მე როცა უკვე გაათავისუფლებს ხელს, მე უკვე მარტივი ხდება რა, იქ რაღაცა პატარა ტექნიკაც გეხმარება. თავიდან არ გეხმარება, იმიტომ რომ გაჭედილი გვაქვს ეს. ანუ წარმოიდგინე 5 ჭიქა კორტიზოლი გაქვს ფსიქიკაში და უცებ ისა, ფეხით გაიარე და ნახევარი ჭიქა დოფამინი დაასხი. და რა, ვერაფერს ვერ იგრძნობ. მე ამბობენ, არ მშველის ფეხით სიარული. იმიტომ რომ დაგროვილზე ვასხავთ და თუ ყოველდღიურ რუტინაში 21 დღის განმავლობაში იმას გავიტანთ, მე უკვე ის 20 წუთიანი ფეხით გავლა იმ ხელა შედეგს გაძლევს, რომ ნებისმიერ გარემოში უკვე ეფექტური ხარ. მეორე მაგალითი კიდე ქართული კულტურა. ტრენინგის მერე ერთი ქალბატონი მეუბნება, მაია ფეხით სიარული დავიწყე. 20 წუთი დავდივარ. მაგრამ არ მშველის საერთოდ, იმიტომ რომ ფეხით ფიზიკური აქტივობის მერე თუ შენ მეორე სულ თქვა არ გერთვება, რაღაცა არასწორად ვაკეთებთ, ხო? მეუბნები რომ დადიხართ რას აკეთებთ. აი რამე ხო უნდა გავაკეთო. აი დავდივართ ფიქრობ. სახლში რომ მივალ ჩემს შვილს დაურეკო, მაღაზიიდან პური არ დამა, ანუ ნერვიულობს თან. ანუ ფიზიკურად კორტიზოლს ხარჯავს 2 ჭიქას და 3 ჭიქას ზევიდან ასხავს. და არ მშველისო. ანუ არ არის ჯანსაღი, ხო? ჩვენ ანუ არ ვიცით დასვენება, იმიტომ რომ ერთ სისტემაში თუ ასხავთ და მეორეში მიხვდით, ხო? ანუ თუ ვარჯიშზე მიდიხარ და ვაიმე კიდე 5 უნდა გავაკეთო? რით ვერ მორჩა? არაფერს არ გაძლევთ ის გინდგივარჯიშია, ან მაგალითად თუ დიეტას იცავთ ჯანსაღ კვებას და ამბობთ რომ ტორტი რო დამიდონ, ნერწყვი რო მომდიოდეს, არ შევჭამ. 3 თვეა ნერწყვი მომდის და არ ვჭამ და 3 თვის მერე ნევროზი, გაქანებული მწვავე ნევროზი. ან ნევროზი, ან გადადიხარ ისეთ ინტენსიურ ჭამაზე, რომ ორჯერ მეც იმატებ, ხო? არ შეიძლება თვით ძალადობა საკუთარ თავზე. ანუ ჩვენ ძალადობა, არა ძალადობა, არა ქალთა მიმართ ძალადობა, საკუთარ თავზე ძალადობა იმხელა ენერგიას გვართმევს და ისე აბერებს სისტემას, ხელს და ფსიქიკას. რა უნდა მოგცეს ახლა იმ ტორტმა ისეთი რა უნდა დაგიზიანოს, რომ შენ ეს აღადგინო. თუ კი დაბერდი, რა გინდა მე ის რა ქვია. ხო. ამიტომ არის რომ თუ გინდებათ ჭამეთ, ნუ აწვალებთ სისტემას. მენტალური ჯანმრთელობა იმას კი ანიშნავს, რომ ეხლა მე ფული მაქვს გადახდილი და უნდა ვივარჯიშო ძალით. არა, თვით ძალადობით რასაც ვაკეთებთ აზრი არ აქვს, თვით ზრუნვა. ანუ ბავშვს ხო ძალით ხარ ტენით იმ გერკულესის ფაფას, ხო ვეუბნებით. აბა მამა გიყვარს, დედა გიყვარს, აქ ზრუნავთ, იმიტომ რომ გვიყვარს. რო ამბობენ ხოლმე საკუთარი თავის სიყვარული. ვისაც შვილი ყავთ, ხო გიყვართ. ვინმე აწევინებთ სიგარეტს? არ აწევინებთ, იმიტომ რომ გიყვარს და უფრთხილდები და ამ ჩვენმა თავმა რა დააშავა. სიგარეტსაც ვაწევინებთ, ჯანქებსაც ვაჭმევთ. ანუ ბავშვს აყურებინებ რამე ნეგატიური ინფორმაცია, გინდა რომ დაიცვა, ხო? ნეგატივისგან. და ამ ჩემმა თავმა მიხვდით, ხო? თვითზრუნვა ნიშნავს, რომ როგორ მივიდე იქამდე, რომ ტორტი რომ დამიდონ, არ მომინდეს. არ მინდება. ამას ჭირდება სწავლა. იმიტომ რომ ხვალიდან დიეტას ვიწყებ, ქართველები მაგრებებს. ან სულ ან არაფერი, ან თუ ცუდი გარემო მაქვს, ბოლომდე ბარემ გავწყდე და მოვკვდე, იმიტომ რომ რა ვქნა ეგეთი გარემო მაქვს. ან არაფერი არ მუშაობს. მუშაობს ეტაპობრივად ეს ახალისების სისტემები, რომ როგორიც არ უნდა იყოს გარემო, მე თუ მაქსიმუმს ვაკეთებ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ჩემს სისტემას გაუფრთხილდე. თვითზრუნვით აკეთებ ესე, რომ არ უკრძალავ შენ თავს არაფერს, კვირაში 7 დღე ვიკვებები ჯანსაღად, ჩიას პუდინგი, გერკულესის ფაფა, ცილა, ჯანსაღი საკვები, ну რაც ნახევარი საკვები ქიმიურად არის გამოყვანილი, მაგრამ ну რაც შეგვიძლია. ანუ ეხა ეგრე რომ დავდიჯე და რა ვქნა, მაინც ყველა ქიმიურია, არა ხო? იმის ფონზე ხო? რაც არის და შემთავს ვეუბნები რომ სამაგიერო ჩაბატკვირას რაც გაგისწორდება ის მიირთვი. ანუ უფლებას აძლევ შენ თავს რომ კონდეს დაშვება. თავიდან მქონდა კვირაში ერთხელ, ეხლა მაქვს თვეში ერთხელ, აღარ მინდება. მაქსიმუმ მოკბიჩო იკაიფო სიამონება ემოციური და მე აღარ გინდება. აქამდე ესე არ მირსულა რომ ხვალიდან იმას ჯანსაღს. ანუ ამას ჭირდება ნელა შენ, ანუ გადაწყობა გვიწევს. ხანდახან ხუმრობ ხოლმე რომ მაგას ჯობია რომ ბავშვს გააჩინოთ და იმას ასწავლოთ. თავიდან უნდა გაზარდო შენი თავი, ასწავლო დილას წყლის დალევა, ყავის ნაცვლად, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი საკვების ჭამა, იმიტომ რომ ინსტინქტურად ჭამთ. სწორი ჭამა, ხო? სწორი ჭამა რა არის? ზოგჯერ ისევ ჭამთ, რომ არც გემოვიცით, არც სუნი, არაფერი ვყლაპავთ. ფსიქიკა ჩართული არ არის. არა ნაყრებს. ინდოეთში რო ვიყავი, ესეთ პატარა ორთებში გაჭმევენ, მეც კი არ გაჭმევენ. მაგრამ ჭამ mindfulness-ით. სუნი, გემო, ღეჭავ, ისე განაყრებს. აქ ვჭამ დიდი თეფშებით, არ განაყრებს. იკიგაი, ვისაც გაქვთ წაკითხული, კი იცით. საოცარი აღწერა აქვს, ხო? რომ პატარა, ანუ საკვების რაოდენობას არ აქვს ნიშნობა, როგორ ვჭამთ. თუ ყავა მაგალითად, ხო? ეხა მთლიანი ყავა მაგ ნახევარი დავლი რა და სუნს თუ გრძნობ და გემოს, არ გინდა ამ ხელაჭიქა, არც გინდება. არც სვამ, იმიტომ რომ გაძლევს იმას, რისთვისაც
მაგრამ თუ ყლაპავ, ერთი კი არა 5 ჭიქა შეიძლება დალიო კორტიზოლისთვის, რომ ყავა იცით რომ კორტიზოლს გვიმატებს, ხო? გვაფხიზლებს. მე ვარ ჩემჭდარი ყავის კორტიზოლზე და დოფამინსაც გვაძლევს სიამოვნების ჰორმონსაც და დამოკიდებული ვხდებით. ამიტომ არ გეგონათ რომ მენტალური ჯანმრთელობა რაღაცა მილიონი უნდა გქონდეს, რომ მაგაზე წაიკითხეთ ცნობილი ადამიანები, რომლებსაც დატოვეს ეს ქვეყანა, ხო? სტივ ჯობსი, რომელიც მილიონერი იყო, რა დაწერა? ფულში არ არისო მენტალური ჯანმრთელობაო, რა თქვა? 5 რაღაც თქვა, ხო? თუ გახსოვთ, მზე, ბუნება, წყალი და აი რაღაც ესეთები. ანუ ადამიანი მილიონი ქონდა და გეუბნება. აი ძალიან მარტივ რაღაცებს გეუბნება. იმიტომ რომ თუ ნახავთ ადამიანებს, რომელსაც მილიონები აქვთ და ბოლოს ცუდად დაამთავრეს ან ჯანმრთელობის პრობლემები და ისინი ამბობენ ბოლოს იმით, რომ არ არის მალდივებში დასვენება. შეიძლება წახვიდეთ მალდივებზე, წახვიდეთ თუ სტრეს დამოკიდებული ხართ, ისხდეთ აი ამ ლაჟვარდოვან, მე არ ყოფილი ვარ, მაგრამ იმედია როდესმე მოხვდები. ლაჟვარდოვან წყალთან უყურებდეთ მაგრამ შინაგანად თავს გრძნობდეთ როგორც თემქაზე, გლდანში, ორთაჭალაში. და ფიქრობდეთ რომ ეხა მე აქ ესე არ უნდა ვგრძნობდე თავს როგორც გლდანში რომ ვიყავი. და რატო ვგრძნობ ესე? იმიტომ რომ არ არის ამაში. შიგნით არის. ლაჟვარდოვანიცა რო არის. აქ გლდანში რო კარგად ვგრძნობდეთ. მაგათთვის არ ვლაპარაკობთ ეხა ჩემეთან. ანუ მიხვდით ხო, არ იცვლება არაფერი, შინაგანად მაინც ისე გრძნობ თავს როგორც ოფისში რო იჯექი, სადღაც იყავი, სახლში რო ვიყავ. ანუ და არა და შეხო მოლოდინი ქონდა რომ შვებულებაში წავალ და 2 კვირა ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება და ამ დროს ფიქრობ რომ ანუ ამისთვის ველოდებოდი ამ ყველა წახვალდა თუ კარგად ხარ ესე იგი მენტალურად ჯანმრთელი ხარ ესე იგი წინასწარ არ დააგროვე 5 ტონა კორტიზოლი და იმაზე მალე გადაყარე იმიტომ რომ 5 ტონა კორტიზოლს 1-2 კვირა ჭირდება რომ გადაყარო და რო გადის 2 კვირა შვებულებაც მთავრდება და ბრუნდებით უკან რო ვიწყებთ კაიფს მაგ დროს მთავრდება შვებულება ამიტომ ვისაც გვინდა რომ შაბათი კვირა შეგვრჩეს და შეგვრჩეს შვებულება 5 დღის განმავლობაში უნდა ვხარჯოთ ეტაპობრივად არ დავაგ. როგორც ნაგავი ხო, ხა 5 დღე თუ არ გადავყრი და მე შაბათ-კვირას ყოველ 5 წუთში გადავყრი, სუნს ხო ვერ გავიყვან. ვერ მოვისვენებ იმ სახლში. ესევე არა, ანუ ვაგროვებთ, ჩვენ ვართ მოთმინების ფიალა კი გვაქვს დიდი ქართველებს, ვაგროვებთ. იმ იმედად რომ როდესღაც შვებულებაში შაბათ-კვირას ბავშვები რო გაიზრდებიან, შვილიშვილები რო გამიჩნდება, შვილიშვილები რო დაოჯახდებიან და ბოლოს ესე იგი დასკვნა ორგანიზაციული ნაგავი უნდა გადავყაროთ სახლში, მაგრამ სახლის ნაგავი ორგანიზაციაში. არ გამიჯნოთ ეს ორი სფერო. თანამედროვე სტრესის მართვაში საერთოდ აღარ არის გამიჯნული პირადი და პროფესიული ცხოვრება. ერთი ამბავია. ზოგჯერ ორგანიზაცია არის ვიღაცისთვის დასვენება. თვითონ სტრესს ეძახის, მაგრამ ეგ სამსახურიდან რო გაუშვა და უთხრა რომ არ იმუშაო, შეიძლება გაგიჟდეს. და ჩვენ ვეძახით რომ სტრესია და ამ დროს უბრალოდ დაცვის მექანიზმია. ამიტომ არის რომ არ მიჯნავთ ერთმანეთისგან. ერთი ცხოვრების ორი მედალია, რომელსაც ბალანსი ჭირდება. ანუ თუ თქვათ ვისწავლით ესე იგი სწორად დასვენებას და დაღლასაც. მაშინ გამოდის რომ შეიძლება იმ გარემოშიც, რომელზეც საუბრობდა ჩვენი დამსწრე, შეიძლება იქაც იგრძნო თავი კომფორტულად. დიახ, ანუ შეიძლება იმავე გარემოში ადამიანი იყოს რესურსული და ცვეთაში არ წავიდეს სხეული და ფსიქიკა და შეიძლება იდეალურ გარემოში ადამიანი იყოს გადამწვარი. ეს არ ნიშნავს, რომ თუ კარგი ის ადამიანი, რომელიც იმ გარემოში რესურსულია, რომელიც აღწერა ქალბატონმა. ის ადამიანი თუ იდეალურ გარემოში მოხდება, იქ კიდევ უფრო მეტი რესურსი ექნება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა ეს ანუ გარემო უნდა გაუმჯობესდეს ცალსახად. მაგრამ თუ არ უმჯობესდება, მაინც ესეთი გარემო და ჯანდაბას ჩემი თავი უარესია, კიდევ უფრო მეტად გვჭირდება მაგ გარემოში თვითზრუნვა, ვიდრე ვიღაცას, ვინც Google-ში მუშაობს და კი ნახეთ, პროგრამები და თერაპია სახში მოყავთ და რავი, მასაჟებს გიკეთებენ და სავარძლები Google-ში როგორი აქვთ, იცი? გიმასაჟებენ ხერხემალს. მაგრამ იქაც აქვთ სტრესი, ხო გაქვთ წაკითხული Google-ის უკმაყოფილებები? იქაც არის სტრესი. ანუ მაინც დავდივართ ინდივიდუალიზმამდე გარემოს გათვალით, რომ შეიძლება ადამიანს ყველაფერი ქონდეს და იყოს უბედური, ადამიანს არაფერი არ ქონდეს, ჯანმრთელი, ბედნიერი და უყურებ და ფიქრობ, რომ ნეტ ახლა ამას რა ახარებს. აი თქვენ დასაწყისში კითხვა რო დასვით, რომ მენეჯერული პოზიცია თუ გიკავიათ ან შეხომ, ჩემ შემთხვევაში არც ერთი, ანუ არც HR-ი ვარ, არც უბრალოდ ჩემი ინტერესი კი ბატონო, ჯერ. ოჯახის მენეჯმენტი ხო გაქვს? ოჯახური სისტემა, მაგაზე რთული მენეჯმენტი რა გინდა და ყველაზე რთული მენეჯმენტი არის საკუთარი თავის მენეჯმენტი. ხო. ერთი დაქვემდებარებული ყავს, მაგრამ არ გემორჩილება. რთულია ყოველ შემთხვევაში. ხო. რთულად დასამორჩილება. მაგრამ აი ჩემთვისაც მოკეთ ძალიან საინტერესო იყო ეს მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რაღაცა ესე თქვა ჭრილში გქონდათ თქვენ თვითონ დანახული თქვენი
ეს შეხვედრა, მაგრამ საინტერესო იყო, იმიტომ რომ ზუსტად აი დასკვნამდე მივედი შეიძლება. თუ ადამიანს თვითონ არ უნდა, ვერც ერთ გარემოში სტრესს ვერავინ ვერ უმართავს. ამიტომ პირველი ეტაპი არის ფსიქოგანათლება, რომ ადამიანებმა დაინახონ ამის საჭიროება, კონდეთ мотиваცია საკუთარ თავზე ზრუნვის, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქიკა და ჩვენი სხეული ემორჩილება ერთ მენეჯერს ჩვენ. შენ რომ მოხვიდე და მოდი მაია ეხა ფიზიკურად ივარჯიშე, მოდი ჯანსაღად გაჭმევ და ასე შემდეგ და მაქსიმუმი ჩადო ჩემში, ჩემი ფსიქიკა და სხეული მე თუ არ მინდა არ გემორჩილება. ძალით გამუყვები სავარჯიშოდ, შენ კორტიზოლს დახარჯავ და მე კორტიზოლი დამემატება, იმიტომ რომ ძალით ვაკეთებ ამას. ანუ აზრი არ აქვს. ამიტომ რეკომენდაცია არის, რომ შევქმნათ კულტურა ორგანიზაციებში, სადაც რაც მეტი ადამიანი დაინტერესდება ამით, ინფიცირდება სხვებიც, მათ შორის ისიც ვის ედიქტი არის სტრესზე, დამოკიდებული ნარკომანია სტრესს დამოკიდებულია და ნელ-ნელა რაც მეტ ადამიანს ჩავითრევთ ამ პროცესში, ორგანიზაცია გაჯანსაღდება, თვითონ განიკურნება ორგანიზაცია. ოღონდ ძალით, ეხლა მოდი შენ სტრესი გაქვს და მიდი ტრენინგზე და არ მუშაობს. ანუ ეს ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს ეს ანუ პროცესი. ეს შეიძლება ერთი ადამიანის კი იყოს, აი ესეთი, ანუ როგორ თქვა, მაგალითის კი, მე მაგალითად მყავს ორგანიზაციებში, სადაც ერთი ადამიანია, იგივე შრომას, იგივე პირობებში, იგივე გარემოში, დაჟე უფრო მეც მუშაობს ალბათ ვიდრე მისი კოლეგები და ეს კოლეგები ვნებენ რას აკეთებ. ნანა რო სულ მე გეტყვით, აი ბოლო მაგალითი მახსენდება, ქალბატონი მოვიდა. არა, ყვებოდნენ ერთ-ერთ კომპანიაში, რომ 7 შვილი ყავს. იგივე დეპარტამენტში მუშაობს, სადაც ისინი ვინც ტრენინგზე არიან, იგივე საქმეს აკეთებს, იგივე დატვირთვით. არც ერთხელ ბიულეტენზე არ გასულა და ესენი სულ ბიულეტენზე არიან. ანუ მიხვდით რას მიყვება, გარემო იგივე აქვს, ყველაფერი იგივე, 7 შვილი ყავს. სულ ბედნიერიაო და სულ კითხვა გვიჩნდებოდა, რომ რანა უეჭველი დოპინგზეაო, იმიტომ რანაერათო, კაცო, ანუ მიხვდით ხო? ანუ მან კარგად ჩანს, რომ ერთი და იგივე სამუშაო გარემოში ვიღაცა ახერხებს, რომ თავისი ტექნიკებით, იქ აზროვნების ტექნიკები, რომ არ შეუშვას არაფერი და კორტიზოლი სულ არ გამომუშავდეს, სულ კი არ გამომუშავდება კორტიზოლი, მაშინ გამომუშავდება აქეთა ყურიდან რომ შევა. წესით ხო იქიდან უნდა გავიდეს, მაგრამ რო არ გადის და რო რჩება და დილას რო გავიყვიწებთ და რა ცუდი ამინდია და ვიღაცა იტყვის, რომ სამაგიეროდ თავარია რომ ცოცხალი ვარ, პირობითად და ვიღაცა დაიწყებს. რაღა დღეს არის ცუდი ამინდი? ხო შეიძლებოდა რომ დღეს არ ყოფილიყო ცუდი ამინდი? მე ხო ბედი არა მაქვს მაინც და მაინც დღეს არის ცუდი ამინდი, როცა ქუსლიანი უნდა ჩამეცვა. ხო ვამბობდი რომ ცუდი ამინდი იქნებოდა. რაღა ამ ქვეყანაში გავჩდი, სადაც ცუდი ამინდია ხოლმე ორშაბათობით და ანუ იმატებს. ანუ იმის ნაცვლად რომ ჩვენ თავს დავეხმაროთ, რომ დავაკლოთ, ვიმატებთ. ანუ ვიმატებთ რა. ანუ პრობლემა ხო არის პრობლემა. და კიდევ ამატებთ ზევიდან. ანუ არ ყოფნის. ეს არის იმიტომ ვიღაცა იმატებს და ვიღაცა მიიღო პრობლემა, ოკეი, შემიძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა. არ შემიძლია, ვერ ვცვლი. ანუ გარემოს ვერ ვცვლი რა, ერთად უნდა ვისხდეთ 50 ადამიანი, ჟანგბადი არ არის. მაშინ ვისვამ მკითხვას, თუ რაც არ შემიძლია, რომ შევცვალო. იმაზე ნერვიულობას აზრია აქვს. დავჯდე და ყოველ დილას რა უბედურება 50 კაცი ერთად ვხედავთ. ხო შეიძლება რომ ეს პირადი სივრცე გქონდეს. ახლა მე ჟანგბადოდ უნდა ვიყო და ანუ ხო არის პრობლემა, რომელიც გაზიანებს ცალსახად. და პლუს კიდე იმატებს ზევიდან. ეხლა მე რას ვამბობ, მე თუ აქ უნდა ვიმუშაო, პრობლემას ვერ ვცვლი. ესე იგი, ვცვლი დამოკიდებულებას. რა შემიძლია რომ გავაკეთო, რომ ეს ჟანგბადის დეფიციტი შევივსო? ეს გარემო, სადაც ბევრი ადამიანი ერთმანეთს ვაინფიცირებთ. რა შემიძლია რომ მე ეს ინფიცირებული კორტიზოლები სადმე ჯანდაბაში წავიღო, გადავყარო, რომ დილას კიდე არ დავიმატო, ხო, ერთი დღე დამაინფიცირეს, მეორე დღეს დაემატა, არ ვყრი. ბევრი რო არ დამიგროვდეს. და რა შემიძლია გავაკეთო, რომ ამ გარემოში ცოტა კომფორტული გარემო შევქნა, არ ვიცი რაღაცა, სუნი მივიტანო, ყურსასმენები რო გავირჭორო ხმაურიდან თავიდან, რაღაცებს ვიწყებ მოფიქრებას რა, რომ აი მე რა შემიძლია რომ გავაკეთო. იმიტომ რასაც ვერ ვცვლი, ახლა ვიჯდეთ, ან ნერვიულობას აზრი არ აქვს, რასაც ვერ ვცვლით. და ვიწყებ იმასთან მიმართებაში რაღაც პატარ-პატარა რაღაცების კეთებას. ამიტომ არის განსხვავება ორ ადამიანის შორის. ერთი ვინც პრობლემაში შიგნით ჩადის ქვესკნელამდე და იმატებს და აბა რა ვქნა და ეხლა და მეორე ვინც იწყებს რომ ამ პრობლემით როგორ გავაგრძელო ცხოვრება, სანამ ამ ეტაპზე ეს მაქვს არჩეული. ანუ ყველაფერი ვაინც ფიქრი. მიდის ჩვენა. აზროვნების სისტემა. ხო, აზროვნების სისტემა. ჩვენ გვაქვს ხოლმე რომ თუ იდეალური გარემო არ მაქვს, მაშინ რა აზრი აქვს? მენტალური ჯანმრთელობის ტექნიკებს. მაგ დროს აქვს აზრი, თორე იდეალური გარემო რა მინდა ტექნიკები. შევდივარ, კაი მასაჟორიანი სავარძელი მხდება, კაი ჟანგბადი, კაი ყვავილები და იქ რა მინდა ხო ტექნიკები. მაშინ მინდა ტექნიკები, როცა მიწევს მუშაობა ესეთ გარემოში, იმიტომ რომ ემსახურები მნიშვნელოვან საზრის
ჩემთვის მნიშვნელოვანია მსახურება ქვეყნიდან. რაღაცა შენი мотиваციების გამო, ხო? იმიტომ შემთხვევით საჯარო სამსახურში არავინ არ იწყებს მუშაობას. მენები რომლებიც ამბობენ, რომ მინდა რომ მინდოდეს, მაგრამ არ. აჰა, გამარჯობა. მინდა რომ მინდოდეს, მაგრამ მინდა ჩაიწერე, გამოგვადგება შემდეგ ტრენდი. ანუ ისეთ რა მაინტერესებს, აი, ვინც პირობითად, ანუ თავის ფიქრებზე მუშაობს, აი ნეგატიური ფიქრები მოდის და ნუ აკეთებს, ანუ გადამუშავებას დადებითისკენ. ხო. საშუალოდ აი ამ ტექნიკას რამდენი ხანი ჭირდება, რომ შემდგომ უკვე ავტომატურად დადებითი წამოუვიდეს ეს ფიქრები? ან მეტნაკლებად ისეთი სიჩქარე. პოზიტიური მოაზროვნე რო გავხდეთ, პოზიტიურად მოაზროვნე? ანუ ერთი ტექნიკის გამოყენებას მინიმუმ 21 დღე ჭირდება. მაგალითად, ერთი მარტივი ტექნიკა არის ტექნიკა სამაგიეროდ. ანუ რაღაცა რო გავიფიქრებ, რომ რაც უდია ამინდია, ეგრევე ადრევ წერდი. ეხლა ჩემი ტვინი ავტომატურად მე უკვე ავტოპილოტზე აქვს რა, როგორც აი დილას კბილების გახეხვის დროს ხო არ ფიქრ. ეგრევე ჩემი ტვინი ოღონდ ისე რომ მე არც ვეხმარები, უკვე დავასწავლე, რომ ეგრევე ოღონდ თავიდან წერდი რომ ესწავლა. ავტომატურად იწყებს სამაგიეროდის. დაიქცა ქვეყანა, ეგრევე ჩემი ტვინი იწყებს რომ სამაგიეროდ გამოცდილება, სამაგიეროდ პანდემიის დროსაც გვეგონა რომ დავიხოცებოდით, მაგრამ გადავჭით და ბევრი კაი რამე მოხდა, სამაგიეროდ ცოცხლები ვართ, სამაგიეროდ სამაგიეროდ. ანუ ჩემი ტვინი ამას თვითონ აკეთებს, რომ იმ კონკრეტულ იმას იქვე თუ არ გავანეიტრალებ სტრესორს, ხო, კორტიზოლი მიგროვდება და მე ეს კორტიზოლი კი მაგ რატო დავიგროვო? იქვე ანეიტრალებს. ერთი ტექნიკა მოვყევი. ჭირდება 21 დღე, მაგრამ ნელ-ნელა როცა იწყებთ უკვე სისტემაზე მუშაობას, მე თვითონ სისტემა იწყებს ხოლმე მე თავის ტექნიკების მოფიქრებას. ანუ აქ ჭირდება დაჯდე და 4 წელი ისწავლო ფსიქოლოგია, რომ უკვე სისტემა თვითონ მიწყებს აპდეიტს, გაჯანსაღებას, თავარია რომ დაიწყო პროცესი საკუთარი თავის დახმარების, თვით დახმარების პროცესი, თვით ზრუნვის. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ თვით ზრუნვის კულტურა არ გვაქვს. საკუთარ თავზე ზრუნვა არის ეგოიზმი. მარტო მეტი არაფერი და რეალურად საკუთარ თავზე ზრუნვა არის პასუხის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა რაც კი არსებობს. იმდენად რთულია რომ ჩვენ გვირჩევნია ვიზრუნოთ ცოლზე, შვილზე, ქმარზე, ძაღლზე, მანქანაზე, ტელეფონზე, ვიდრე საკუთარ თავზე. მაგარი რთული სპორტია. და მეტიც, ჩვენ ვავალდებულებთ ყველას იზრუნოს ჩვენზე, მეუღლემ ჩვენზე უნდა იზრუნოს, დედამ ჩვენზე უნდა იზრუნოს, მენეჯერმა ჩვენზე უნდა იზრუნოს, ლიდერმა, HR-მა ჩვენზე უნდა იზრუნოს, სახელმწიფომ ჩვენზე უნდა იზრუნოს, ჩვენი თავის გარდა. ხო, არის მოლოდინი მქონდა მოკლედ. დია, არა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ემორჩილება ჩვენი ფსიქიკა და სხეული, ვართ ჩვენ. წერტილი. თუ მე არ მინდა, მამა ზეციერი ვერ მიშველის. ანეკდოტიც კი არის, წყალში რო იხჩობა და გემი რო ჩაივლის, რო გადაგარჩენთო და არა უღმერთი გადამარჩენსო. მეორე გემიც ჩაივლის და ბოლოს რო აღმოჩნდება იქ სადაც აღმოჩნდა, რატო არ გადამარჩინე ღმერთო და რა ვიცი, ორი გემი გამოგიგზავნეო და ეხლა მეტი რამე ქნაო. ანუ მანდაც კი, ანეკდოტებშიც კი. ანუ თავარი არის რომ მივიდეთ აი ამ გაცნობიერება თუ რა ვიცი, სოფხედელობა, მაინდსეთი, რომ ფსიქიკა და სხეული არ არის ნაჩუქარი, გლოვოზე ვერ გამოვიძახებთ, ცვეთადია. და თუ არ გაუფრთხილდებით ისე როგორც არცხის მანქანას, ნაადრევად წვდება და ვიღებთ ნაადრევად დაბერებულ, დანევროზებულ, დაზიანებულ მოქალაქეებს, საზოგადოებას, რომელიც რესურსული არ არის არც მშობლობისთვის, არც მენეჯერობისთვის, არც დასაქმებულობისთვის, შესაბამისად ვერ შექმნის ხარისხიან პროდუქტს და სერვისს, ვერ იქნება ხარისხიანი ექიმი, იმიტომ რომ ექიმს რო რჩება ოპერაციის დროს, რა ქვია, ლანცეტი კი არა და ეს პროფესიონალიზმის პრობლემა ხშირად არ არის მეგობრებო, ეს არის ბერნაუთი, გადამწვარი როა ფსიქიკა ავტოპილოტზე. სულ არ ახსოვ, აი რო გაითიშები. არ სახლიდან მანქანით სამსახურამდე არ მისულ ხართ, არც გახსოვთ რა გზა გაიარეთ. ავტოპილოტია ჩართული, არც გახსოვს. როგორ მიხვედი სახლამდე არ გახსოვს. წარმოდგენა არ გაქვს. ის ექიმიც ადამიანია, ისიც ხო ისიც ზიანდება, ისიც ხო იწვება. რაკნას მთელი ქვეყანა ვართ კლინიკა და ისა აფთიაქები. რატო? იმიტომ რომ არ ზრუნავთ სხეულზე და ფსიქიკაზე. აბა ევროპაში იპოვეთ აფთიაქი. ძალიან გაგიჭირდებათ. რუკაზე უნდა ეძებოთ გაკითხვა გამოკითხვით, აქ არის ყოველ ნუ რა თქმა უნდა ეხა სილამაზე დაემატა და ცოტა ის განსხვავებული სტილი, მაგრამ იდეა რაც არის, ხო? დაზიანებულია სხეული იმაზე ადრე ვიდრე სხეულებრივი ცვეთა ასაკობრივად შეიძლება დაიწყოს. თანამედროვე სამყაროში კიდევ უფრო მეტად გვიან ხდება დაბერება. იმიტომ რომ ისეთი რაღაცებია დანამატები სერვისები, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ დიდხანს ჯანმრთელად, ფიზიკურად და ფსიქიკურად ვიცხოვროთ. თავარი გაუფრთხილდეთ იმას, რაც მამაზეციერმა გვაჩუქა და გითხრა, რომ აჰა შენ სხეული, აჰა შენ ფსიქიკა. მარტო ეს გაბარია გაუფრთხილდი. თუ ესე კარგად გექნება, კარგი მენეჯერიც იქნები, რესურსული დედაც იქნები, მამაც, მშობელიც, დაქვემდებარებულიც, ხელქვეითიც, ზემდგომიც. ამაში დევს, ამით გამოვიმუშავებთ ფულს, ამით მუშაობთ. თუ რომელიმეს დაერხა, ან ფსიქიკას, ან სხეულს, ყველაფერი ჩერდება. მშობლობაც, მენეჯერობაც,
სახურებას ქვეყნისთვის, პატრიოტიზმით, ყველაფერით. წევ ხარ კლინიკაში, შეერთებული გაქვს ქიმია. ამიტომ არის ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაგვაჩნია, მეტი არაფერი. ეგოისტურად არა, პასუხისგებლობით, რომელსაც ჭირდება მოფრთხილება. აი ეს არის სასწაული, მეტი არა. ამას როგორც კი ვისწავლით და კულტურა შეიცვლება, ადამიანი როცა დაიწყებს თავის ზრუნვას, სისტემაც ჯანსაღდება, მერე ინფიცირდება, იმიტომ რომ ხა შენ ირგვლივ რო ყველას ხედავ, რომ 5 სამსახურები აქვთ და მაინც ჯანმრთელები არიან, ვიქრობ ხო, რომ ერთ სამსახურში მუშაობ და მე რატო ვარ გადამწვარი? ხო, იწყებ ფიქს მაგაზე, ხო, და მერე რაღაცა დეკითხები, რომ ვაიმე რასაკეთებ ეგეც და გეტყვის, რომ დილა 7 საათზე ვიწყებ დღეს. მე ვიწყებ პირველ საათზე. პირველ საათზე დაწყებული დღე არის, დაგიწყია გინდა რა. 7 საათზე ვინც იწყებს დღეს, უფრო გრძელი დღეც აქვს და უფრო პროდუქტიულიც არის, მეც სასაცრებს და ხოძეც არის. იმიტომ რომ ბიოლოგიური რიტმი ეგრე გვაქვს მოწყობილი. გარდა გამონაკლისზე კორტიზოლის სავსე რო არ ვართ, ხო? იმიტომ რომ დილას იწყება 7-8 საათისთვის კორტიზოლის გამოყოფა, სისტემა გამზადებს სიფრთხილისთვის, ამ დროს თუ იძინებ, მთელი რიტმი ირევა. და ასე შემდეგ, აი ეს რაღაცა მარტივ რაღაცებს ვამბობ ხა, ხო? რაღაცეები ძალიან მარტივია, უბრალოდ არასწორი ის გვაქვს ინფორმაცია თუ ზრუნვის ტექნიკები. თქვი? კითხვა მაქვს ეს. მოკლედ დავუშვათ ახლა ჩვენს კრიტიკულზე ბევრი ვისაუბრეთ. ხო, დავუშვათ ჩვენ დავიწყეთ კრიტიკულმა მეცადინება დაგჭირდებათ, იმიტომ რომ უნდა გავიგოთ ჯერ რას ნიშნავს ტექნიკები. დავიწყეთ. Chat GPT გავხსენთ, ვეკითხებით. ჩემ თავზე მინდა ზრუნვა, მითხარი სხეულზე როგორ ვიზრუნო და ეგრევე ჩამოგიწიკციკეთ. ჩვენ უკვე კარგად ვზრუნავთ საკუთრებზე. ხა როგორ მოვახერხოთ ის, რომ სხვებიც ჩავიშვიოთ ამ ამბავში, რატო ვკითხულობ ხალხს. მაგალითად მე მოკლედ დაწყებული ვარ გამოვი და სულ ვცდილობ ხოლმე რომ აი რაღაც ხალხს ვამბობ, რომ ხშირად ავდგეთ საათში ერთხელ მაინც მე თვითონ ოჩახ, ოფისში ხო? კი, ოფისში. გავდივარ გარეთ, აბა ჰაერზე გავიდეთ, ახლა ჩავისუნთქოთ. მოკლედ სასაცილოდ არ ყოფნის ხალხს. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ამბობ. სასაცილოდ არ ყოფნის. უკაცრავად კითხვა მაქვს რა. შენ თანაბარი ასაკის ადამიანებთან ერთად? კი. იმათ თანაბარი. იმათთვისაც სასაცილოდ. კი, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ ეს კულტურა. თუნდაც დილით ადრე არ გოიქნება, თქვა იქცება, იქ ფსიქოლოგიის დაინტერესება, თუნდაც ფსიქოლოგიის დაინტერესება, ვიღაცებს ჩავითრა ხოლმე. მაგრამ მაინც ნუ აი გინდა პირდაპირ პასუხი თუ მოფერებით. დაანებეთ სხვა ადამიანებს თავი. თქვენ ერთადერთი რასაც აკეთებთ, თქვენი თავის დაჰილვით, მინიმუმ ენერგეტიკულად ეხმარებით იმ ადამიანებს, რომ ცოტათი პოზიტივი შეგაქვთ იმ გარემოში და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს იმ ადამიანებისთვის, ვინც კორტიზოლი, ანუ სულ ნეგატივშია. ერთი ეგ და მეორე ცოტა მეტი მერცხლები გჭირდება და მოდის ეგ დრო, რომ როდესაც, ანუ მიმკითხვები, ანუ მაგალითს რო აძლევ, კითხვები ჩდება, რომ რასაკეთებ, აი მეკითხებიან ხოლმე, რომ რანაირად ახერხებო, რომ სულ ენერგიაზე ხარო რა, აი ენერგია სულ გაქო, რამე სვავო. ანუ რო კითხობს რო გისვამს, მე პასუხობ, რომ ამას ვაკეთებ, უკვე მესამე წელი ამ და ნელა ეტაპობრივად ხდება ეს. მაგალითის მიცემით. და მეორე კარგს რასაც აკეთებ, თუნდაც ერთი ადამიანი ორგანიზაციაში რო კარგი გაგებით ტოქსიკურად პოზიტიურია, კარგი გაგებით, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ მინიმუმ რაღაც პროცესს ვაჩერებთ. სრულ ტოქსიკოსს. მათ მოდის სადღაც გაღიზიანებაც, მაგრამ ძალიან ბევრი მიხსნია ხოლმე ეს გაღიზიანება. კი, იმიტომ რომ გიჟი ადარგთვლიან ჯერ. თეთრი ბილეთი ხო მოგცეს? კი, არ მიჩვეულიყო რაღაც. და უბრალოდ აი სამაგიეროდზეც მინდა და მეკითხა რა. ანუ ერთი არის რომ შენს თავს ეუბნები სამაგიეროდ და ამითი რაღაც უფრო პოზიტივს ინარჩუნებ. მაგრამ აი სხვას როცა ეუბნები რა, როცა რაღაცაზე წუწუნებს ადამიანი, ჩუმობს და ფრაზობს. ეუბნები რომ სამაგიეროდ ნახე შეხედე, არასდროს აგრესიას იწვევს, არასდროს არ. იმიტომ რომ თუ მე ვარ სტრესს დამოკიდებული და ჩემთვის სტრესი არის ნარკოტიკი და მე ამ ნარკოტიკის მიღების პროცესში ვარ. ვენაში და შენ მოდიხარ და სამაგიეროდ და მაცლი, რა თქმა უნდა გავბრაზდები. იმიტომ არის რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს იმიტომ კი რომ ცუდები ვართ, უბრალოდ ეგრე გადავრჩით ხალხო სტრესის გარეშე არ ვიცოდით ცხოვრება და ეხლა არ ვიცით სტრესთან ერთად ცხოვრება ვიცოდით მარტო. ანუ ჩვენ სამაგიეროდ არ უნდა უთხრეთ სხვას. არა, თქვენ უთხარით უბრალოდ ნუ გიკვირთ რომ ბრაზდება, თქვენ ცადეთ თქვენი, მაგრამ ნუ გიკვირთ რომ ბრაზდება, იმიტომ რომ იმას სტრესი უნდა ახლა იმის მოხსნა რომ დომო და მოიხსნი და რაღაცნაირად ხო? ესე იგი იმ მომენტში დოზა ჭირდება სტრესის, იმიტომ რომ სტრესს დამოკიდებულებას კიდე თავისი საიდუმლოებები აქვს. ერთ-ერთი საიდუმლო არის რომ სტრესის დროს გამოიყოფა ბედნიერების ერთ-ერთი ჰორმონი ენდორფინი, რომელიც გამუშავდება სექსის დროს, ფიზიკური აქტივობის დროს და სხვა დამატებითი აქტივობების დროს, სიცილის დროს. როდესაც მაგალითად ფსიქიკას ჭირდება ენდორფინი და მოკლეგზები ენდორფინის არ არის ხო? უნდა წახვიდე ბუნებასთან კონტაქტი, არ გცალია ჯიმში წასასვლელად, პირად ცხოვრება არ გაქვს არაფერი, ფსიქიკა იწყებს ენდორფინის მიღებას მოკლეგზით. როგორ?
სტრესის დატრიგერებით, ანუ სტრესს ვიღებ, სტრესის დროს გამოიყოფა ენდორფინი, რომელიც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი, кайფი. თქვენ ხო იცით, რომ სტრესის პროცესში ჩვენ ვკაიფობთ. პროცესში ვკაიფობთ. რო დამთავრდება პროექტი, მერე გვერხევა, თორე თვითონ პროცესში სტრესის დროს ჩვენ მაგარ ხოძზე ვართ. პროექტის პროცესში ყველა კარგად არის. მერე პანდემიის დროს კარგად ვიყავით. პანდემია რო დამთავრდა, მერე დაიწყო სიმპტომები, თორე პროცესში ყველა ვიყავით მოჭიმულები. იმიტომ რომ სტრესის მთელი ენდორფინის მექანიზმის მიზანია, რომ ბრძოლის უნარიანობა შევინარჩუნოთ, ტკივილი გაგვიყუჩოს სულიერ ფიზიკური, რომ გავქაჩოთ არ დავეცეთ. და მერე რო დამთავრდება პრობლემა, გაგეთიშავს ენდორფინს კო და მერე ვართ გამოცდას რო ჩააბარებ და რო გონია რომ მაგარი ბედნიერი და ჩააბარებ და ერთი კვირა გძინავს. რატო? იმიტომ რომ მოჭიმულობას. ანუ სტრეს დამოკიდებული ადამიანისთვის სტრესი თუ არ არის, მას განცდაქ რო ცოცხალი არ არის. მიხვდი და შენ აცლი ამ ელექსირს. უბრალოდ გამოსავალი არის, რომ ჩვენ როცა სტრესიდან ვიღებთ ენდორფინს, ეს არის ტოქსიკური, იმიტომ რომ კორტიზოლიც მოყვება და ჩვენ ალტერნატიული გზები უნდა მივიღოთ ენდორფინის მიღების, როგორც არის სიცილის თერაპია, ფიზიკური აქტივობა, პირადი ცხოვრება, მათ შორის სექსუალური ცხოვრება, კონკრეტული საკვები და ასე შემდეგ. დიდი ჩამონათვალია ენდორფინის მიღების ალტერნატიული სუფთა ენდორფინის, კორტიზოლის გარეშე. მაგრამ მოკლე გზა თუ გინდა, უბრალოდ დაურეკავ ვინმეს, ვინც ნერვებს მოგიშლის და ანუ უჩემოდ ვერაფერს ვერ აკეთებ, მიიღებ დოზას და კარგად ხარ. არ გინახავთ? ცოტა სანერვულო რო გაჩნდება და უცებ ადამიანი გაცოცხლდა. არა და იქ შობლები მაგეთი არიან ზირთად. ხო, იმიტომ რომ ეპოქა იყო, ისეთი დრო გამოიარეს, რომ სხვანაირად ვერც გადარჩებოდნენ. მიხვდი, ანუ არიციან, ანუ აი, რო დასვა და დაისვენე უთხრა და ზის. ეხა რატო ვზივარ? ეხა რო მე ვზივარ, ამდენ რამეს მოვასწრებდი. ეხა მე ესე უნდა ვიჯდე და შენ მანდ უნდა იჯდე? ეხა ხო ჭურჭელი უკვე დარეცხილი მექნებოდა. ანუ არიციან, მიხვდით, არ უსწავლიათ, იმიტომ რომ გადარჩენის დროს, ანუ რთულ პერიოდში, მაგრამ იგივე პროგრამით ჩვენ გადარჩენას რას ეძახით, რა პერიოდს გამოქვაბულ? რა ვიცი, 90-იანებიდან დაწყებული, რა ვიცი, როცა ფიზიკური გადარჩენა იყო, მაგალითად, რო ამბობდი, რომ ბავშვს უშვებდი სკოლაში, სულ არ ვფიქრობდი, მასწავლებელი ბაკებს ახევდა თუ ატრამვირებდა, ხო, მთავარია ცოცხალი დაბრუნებული იყო. ამ ეპოქაში გამოიარა ამ ხალხმა და რას თხოვთ ახლა, წავიდეს, მასაჟი გაიკეთოს და თერაპია უკაცრავად. სხვანაირად ვერ გადარჩებოდა, აქამდე ვერ მოგვიყვანდნენ. და ჩვენ ახლა გვაქვს აზროვნების აკადემია და პერო და ვიდეოები და რაღაცა და ის ამ შობლებს იმათ არ ქონდათ ეს წვდომა ფსიქოგანათლებაზე. ესე მარტივად რთულია ემოციებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ემოციური ერი ვართ, რაც არ გვაკლია ემოცია, ენერგიის პრობლემა არ გვაქვს, თების გადადგმა შეგვიძლია და ერთ წელიწადში აყვავება შეგვიძლია. ჩვენი პრობლემა არის, რომ ეს ემოცია იმდენად დიდი ენერგია გვაქვს, რომ ჯებირებიდან გადადის მდინარე. საცობის ენერგია. მიმართულება. მე ისე კარგად სულ ვერ ვიგებ საცობებს. პოდკასტებს უსმენ, რაღაცებს კითხულობ, ეს პრეზენტაცია ნახევარ საცობში, ანუ გამოიყენეთ ეს დრო. დარეკეთ. საჭეს. გვერდით უნდა. საჭეს. შეიძლება მაინც პოდკასტების მოსმენა. ინგლისური მე საცობში მაქვს ნასწავლი. იმიტომ რომ მე ინგლისური არ ვიცოდი და ესე საცობში პოდკასტების მოსმენით და ასე შემდეგ. ანუ რაღაცები დაამენეჯმენტეთ, რომ საცობში ყოფნის პერიოდში სასარგებლო რაღაცები. განვითარების რადგანაც აზროვნების აკადემია, აგერ საცობში დგებით, რთავთ აუდიო პოდკასტებს, თან უკვე ბევრია და უსმენთ. ადამიანი თვითონ წყვეტს, თუ ირჩევს, რომ ეს ლოდი, ან მაგ სასტრაფოში უნდა იმუშაოს 24/7-ზე და ღამის სმენაში და თუ ეს მისი არჩევანია და იცის, რომ ეს რა თქმა უნდა ღამის სმენები აზიანებს მის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ესე იგი იღებს პასუხისმგებლობას, რომ რადგან ღამის სმენა უწევს და სეროტონის დეფიციტი ექნება, ალტერნატიულად უნდა შეავსოს სხვა გზებით. რომ ძილით ვერა. ანუ თვითონ ირჩევს ეს ადამიანი, რომ მე მიღირს აქ მუშაობ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს და ესე იგი შესაბამისად უნდა რაღაცა საფასური რო არ გადავიხატო ჯანმრთელობით, რაღაც უნდა გავაკეთო. ანუ ჩვენ სხვა ადამიანების ჯანმრთელობაში ესე ვერ შევალთ. HR-ები. ანუ ის ადამიანი უნდა მივიდეს იქამდე, რომ გაიაზროს, რომ თუ ამას აკეთებს, მაშინ მეტი რესურსი ჭირდება. რატო აკეთებს ამას? ანუ გაცნობიერებები, რატო უდგება წინ, ანუ რა რისი მოთხოვნილება აქვს, ხო? საიდან მოდის ეს მოთხოვნილება, რომ და ასე შემდეგ. ინდივიდუალიზმამდე დავდივართ, მაინც ინდივიდუალური სპორტია სტრესი. ვიღაცა სტრესავს რაღაცა პატარა და ვიღაცისთვის შეიძლება, რა ვიცი, გვეცინება, ხო? ერთ ბოლო ფრაზას ვიტყვი, რომ ვინც სტრესმედეგი ვართ, ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ადამიანს, რომელიც გამოიარა ბედნიერი ცხოვრება. მუშაობდა იდეალურ ორგანიზაციაში. ორგანიზაციაში ყველანაირად უნაზღაურებდნენ მის შრომას. ანუ ვერ ნახავთ, ვერც ისტორიაში ვერ ნახავთ ესეთ ადამიანს, რომელიც იდეალურ ოჯახში გაიზარდა. ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, მშვიდად და ბედნიერად გაიზარდა და ანუ სტრესმედეგობა მოდის გადამუშავებული სტრესების რაოდენობიდან და ხარისხიდან. რაც მეტი ჩვენ სისტემა სტრესი გადამუშავებული მონელებული აქვს და არ აქვს ჩაპრესილი, რაც პრობლემაა, მით უფრო
მაგარი ტიპები ვართ ჩვენი თავის. ანუ 20 წლის წინ როგორ თვით შეფასებაც გქონდა, ეხლა ხო ეგეთი არ გვაქვს, გვეცინება, ხო? რატო? იმიტომ რომ გადავამუშავეთ სტრესორები და ჩვენი თავის უკეთესი ვერსია გავხდით. დასკვნა, სტრესი და ტრავმა აუცილებელია, ვისაც განვითარება გვინდა. და საკუთარი თავის აღმოჩენა. პრობლემა ის კი არ არის, რომ სტრესი და ტრავმა. პრობლემა ის არის, რომ მოუნელებელი არ უნდა დავტოვოთ. და თუ მოუნელებელი რჩება და 10 წლის წინ რომ ვიღაცამ, არ ვიცი, სამსახურში გამათავისუფლა და 10 წელია, აი რო გადამანა, აი ეხლა ანუ 10 წელი მომყვება, ანუ არ ვინელებ ამას და პირიქით ვიტოვებ. ეგ არის საზიანო, თორე სტრესი ავითარებს. თუ მონელებულია, გადამუშავებულია და გამოყენებულია. ანუ მთელი სტრესის თანამედროვე ფსიქოლოგია არის, რომ თავარი არის მოუნელებელი სტრესი არ გქონდეს, თორე მონელებული სტრესი ფსიქიკას აპდეიტს უკეთებს, შენით, ანუ ვისაც ყველაზე ბევრი ტრავმები გვაქვს გამოცდილი, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში, ისინი ვართ ხო მედეგი ხა დღეს რო დაიქცეს ქვეყანა, რეაქცია გვექნება, აი საჯაროში ვიმუშავეთ ხო რომ მაგრამ ემოციურ სიჩულებასთან მიდიხარ მე. მაგიტო ვამბობთ მაგას, რომ აპდეიტი არ გამორიცხავს მაგას. უბრალოდ ნარჩენი მოვლენები უნდა გაიწმინდოს. თორე სტრესს კი უყურებდა. ნარჩენი მოვლენები უნდა დამუშავდეს. შეიძლება იმ მომენტში არ ვიცოდით როგორ მუშავდებოდა და ამის ფონზე ვიტოვებდით, მაგრამ უნდა გაიწმინდოს. დანარჩენი არის ვითარდება.